საღამოშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ძალოვან უწყებებს მაკოორდინირებელი მინისტრი აღარ ყავთ, როგორც ცნობილი გახდა გენერალ-მაიორი მამუკა მდინარაძე სექტემბრამდე რეგიონული განვითარების სამინისტროს ჩაიბარებს. სექტემბერში ეს სამინისტროც გაუქმდება, ხოლო ამჟამინდელი მინისტრი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურას ხელმძღვანელობს, ის მოადგილის თანამდებობაზე გადავა. სხვა შორის ცოტა ხნის წინ ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა ირაკლი კობახიძე. მოლოდინი სულ სხვა საკითხებთან მიმართებაში არსებობდა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყოველგვარი ცერემონიის გარეშე გაუშვეს თანამდებობიდან კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე. ამან კიდევ უფრო მეტად გააღრმავა შეკითხვები, რომელიც მის შესაძლო კორუფციულ საქმიანობას უკავშირდებოდა, თუმცა ნურას უკაცრავად ბრიფინგზე გამოსულმა ირაკლი კობახიძემ ბოლო 2 თვის განმავლობაში ალბათ რა ვიცი მესამე თანამდებობის შესახებ გვაუწყა მამუკა მდინარაძის შემთხვევაში. მოკლედ ძალიან ასე ვთქვათ მოკლე პასაჟებს შეგახსენებ დღევანდელი ბრიფინგიდან რა გავიგეთ ირაკლი კობახიძისგან. საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. ამავე ბრიფინგზე ითქვა, რომ იმდენად ეფექტიანად იმუშავა როგორც ძალოვანების მაკოორდინირებელმა მდინარაძემ, რომ მათ რეალურად ერთმანეთში კოორდინაციის პრობლემა აღარ აქვს. მართლა სერიოზულად, აი ვინც მოусმენთ ეს განცხადება გააკეთა. შემდეგ ითქვა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო თავისთავად სექტემბერში გაუქმდება. სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. აი ეს მისი წინა თანამდებობა სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაშივე გაუქმდება და კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ სთხოვა კანონმდებლებს ირაკლი კობახიძემ, რომ დროულად ასე ვთქვათ მიიღონ შესაბამისი საკანონმდებლო გადაწყვეტილებები და მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ რამდენად თავაწეული მივდივარ დღევანდელი პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე დაუღალავად ვიბრძოლებ, თუმცა ეს ახალი პოზიცია როგორც ჩანს ვალიდური იქნება მხოლოდ სექტემბრამდე. ამ თემაზე ჩვენ სტუმრებთან ერთად უფრო ცლად ვისაუბრებთ. რეალურად სადმიდის შემდეგ უკვე აი სექტემბრის შემდეგ მამუკა მდინარაძე, ეს ძალიან საინტერესოა, როგორც ვხედავთ ის თანამდებობებს ისევე სწრაფად იცვლის როგორც სამხედრო ჩინებს, აი სადამდე შეიძლება ასე ვთქვათ წავიდეს მისი შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით. დიდხანს არ დაგვაყოვნებს, ასე ვთქვათ, ლოდინი ამ საკითხის ირგვლივ. კიდევ ერთი თემა, რომელსაც დღეს უნდა შევეხოთ სტუმრებთან ერთად, ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ხალხთან კომუნიკაციას ხელოვნური ინტელექტის საშუალებით აპირებს, როგორც დღევანდელ სასამართლო პროცესზე თქვა, უკვე მზად არის მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, რომელიც ფაქტობრივად მასავით საუბრობს და შესაბამისად ციხის კამერა მისთვის ხალხთან საურთიერთოდ ბარიერი ვეღარ იქნება, ხოლო როცა ის გამოვა ციხიდან, როგორც ნელსონ მანდელა მოვა პირდაპირ ხელისუფლებაში. სააკაშვილი კიდევ ერთხელ საუბრობს ქართული ოცნების დამარცხების ფორმულაზე, რომელსაც ყველა ძალის გაერთიანება სჭირდება, ხოლო ახლა არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხზე საუბარი მისი აზრით მხოლოდ იაფასიანი ინტრიგებია. განმათავისუფლებელი პროცესი და წინააღმდეგობის მოძრაობა სააკაშვილის საომავლო მოქმედების გეგმაა. იზიარებენ თუ არა ამ ხედვას პარტიაში და მზად არიან თუ არა მასთან ერთად ამ ბრძოლაში ჩაერთონ. კიდევ ერთი თემა, რომელსაც უნდა შევეხოთ, ირაკლი კობახიძემ თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა, თუმცა რუხაძემ ამ ოფიციალურ პროცედურას ერთი დღით დაასწრო და ცნობა მისი გადადგომის შესახებ სოციალური ქსელით გაავრცელა, სადაც მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიყვანა. რუხაძის დაშვებასთან დაკავშირებით ვერსია არც თუ ისე ბევრია და მის სავარაუდო კორუფციულ საქმიანობას უკავშირდება. იმასაც ამბობენ, რომ ძალიან ტვინიანი მინისტრი უკვე იმყოფებოდა გამოკითხვაზე პროკურატურაში, ვიდრე ამ პოსტს დაწერდა, სადაც სავარაუდოდ თანამდებობაზე ყოფნის
პარალელურად მიღებული სხვა შემოსავლების წარმომავლობის შესახებ დაუსვეს შეკითხვები. მოკლედ, ბევრი თემა დაგროვდა და ჩვენი პირველი სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ ანა წითლიძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მოგესალმებით, ანა, მადლობა გაცემაში მონაწილეობისთვის. რას იტყვით ახალ საკადრო ცვლილებებს, უკვე წამოვიდა გარკვეული ვერსიები იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად კობახიძე კარგავს კონტროლს ძალოვან უწყებებზე და ეს მხოლოდ მამუკა მდინარაძის გავლენების შესუსტებას კი არ ნიშნავს, არამედ მისი როგორც პრემიერის გავლენებიც სუსტდება. ნუ მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. კობახიძის გავლენები რო შესვეთ ერთი რა გავლენებზე არის საუბარი. ბიძინა ივანიშვილის კარზე გავლენებია ხო რეალურად, თორე რაღაც დამოუკიდებელი მოთამაშე და პრემიერ-მინისტრი ნამდვილი ირაკლი კობახიძე რო არ არის და არც არავინ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, ეს ყველასთვის გასაგებია, ხო? ნუ ხო ბიძინა ივანიშვილს როგორც ღარიბაშვილთან საყვარელი მონაყავდა ღარიბაშვილი, ხო? ყველას გვახსოვს ეს და მაგა ღარიბაშვილზე ფაქტობრივად შვილივით მყავდაო, რადგანაც ის დაუძახეთა იძახდა, მაგრამ შვილივით ყავდა, ხო? ხა იქ სადაც ღარიბაშვილზე მოელანდა რომ რაღაცა ზე უღალატა თუ მოკლედ რაღაცა არასწორი იყო, ხო? რეალურად. თან რა უღალატა ხა კაცი ციხეში ზის და დღესაც ქავერზე მის ოჯახს ბიძინა და მისი ისა რა ქვია, ფოტო აქვს, ხო, დაყენებული. ანუ რაღაცა უბრალოდ ჩათვალე რომ რაღაც არ მოეწონა, რაღაცა გადაიკეტა და გაუშვა ციხეში. ასევე ლილუაშვილი ხა, მის წინ დობით აღჭურვილი პირი. იგივე იქნება კობახიძეზე, ეს ხო ჟანრის კლასიკა არის. ერთის მონას მეორე შეცვლის, ეხა კობახიძე ჯერი დადგა, იმიტომ რომ ბიძინა არ მისცემს ისე გაძლიერების შესაძლებლობას, რომ ვიღაცას უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდეს. დინარაძეს რაღაც ამ ნაწილი არის, მაგრამ რას დაათრევენ ამ კაცს წინ და უკან არ ვიცი. აი მართლა ეხა მე ძალიან მეცინებოდა დღეს, ეხა თქვენ რომ ჩამოთვალეთ ეს მართლა სასაცილოა, ჩვენს ქვეყანას რო არ ეხებოდეს რა. რომ აი რომ ჩამოთვალეთ, რომ აი 6 თვის განმავლობაში ამდენი ჩინი მიიღო, წარმოუდგენელი ამბავი, ეს საერთოდ შეურაცხყოფელი არის ეხა ჩვენი სამხედროებისთვის. მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც შრომობენ პროფესიონალები არიან და წლები ჭირდებათ იმისთვის, რომ აქამდე მივინეთ და მე ანუ ხო, მე რა მეგონი რაღაცა ესეთი რეკორდულ დროში შეიძლება ასე ითქვას, ხო? და ნუ მე ეს ხო არ იყო და მე ეხა ამ კლაჩივი დაათრევენ, ხან ერთი სამინისტრო შეუქმნეს, ხან მეორე სამინისტრო შეუქმნეს, ხან ჯერ რა კოორდინაცია, ჯერ მაშინაც რა სისულელი თქვას. ძალოვნებს შორის კოორდინაციის სამინისტრო შეუქმნითო. ანუ წარმოიდგინეთ ხა რა ქნეს, რომ თავდაცვის მინისტრს, თვითონ ვეთქვით, რომ თავდაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი არიან ისეთი დებილებიო, რომ ერთმანეთში ვეღარ კონტაქტობენ და მდინარაძე უნდა დაიხახოს მაგათ კომუნიკაციაში რეალურად ხო იგივე გაურთმევია თავი, იმიტომ რომ აგერ ორი თვეც არ გასულა, მე მგონი აღარ გახდა მისი ასე ვთქვათ ჩარევა საჭირო ძალიან კარგად კომუნიცირებენ თურმე ერთმანეთში. აქ რომ თავარი ტრაგედია იმაში არ იყოს, რომ აი ამ სისულელებში, რასაც ახლა აკეთებენ, რომ ამას წინ და უკან დაათრევენ ამ დინარაძეს და ადგილი ვეღარ მოუძებნეს, თავარი ტრაგიკული ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეები, თქვენ, მე და კიდე უამრავი საქართველოს მოქალაქე ჯიბიდან ვიხდით მათი რაღაცა ხელფასების ფულს და მათი რაღაცა აი ამ აპარატის შენახვის რეალობა. მეორეს მხრივ, ანუ ვინ დაუშლიდა, რა ვიცი, ირაკლი კობახიძეს ქართულ ოცნებას, რომ ეს თანამდებობა, რომელიც მდინარაძეს ქონდა, შეენარჩუნებინა უფრო დიდი ხნის განმავლობაში. ანუ რატომ გონიათ, რომ რაღაცა ეძებენ მისთვის დასაქმების ადგილს? იცი რა ხარ, რა მოუვათ, ახლა ჩვენ უნდა ერთ რაღაცას უნდა ხვდებოდეთ, თემა რომ ესენი არ არიან ნორმალური არის, აი მაგალითად რეგიონებზე უფრო მეტი კონტროლის კოორდინაციის. იცი, მე ცოტა ესე შევხედავ გულწრფელად რო გითხრათ. მე მგონია რომ არ ვიცი რას ფაფხურობენ, ძალიან რთულია. ნახეთ, ახლა აქ ჩვენ საუბრობთ რაღაცა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებზე, ხო არა, კაც საუბრობთ, ანუ ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც პარანოია აქვს და მე ნუ არ ვიცი, მე ის რასაც იტყვით, იმის მიხედვით ესენი რას აკეთებენ, ეს ცოტა რთულია ხა. რეგიონებზე მდინარაძემ რა კონტროლი უნდა, მე მყავს პარლამენტში ნაცემი ემაი ხა მდინარაძე და ხა მდინარაძემ რა კონტროლი უნდა დააყენოს რეგიონებში. რეგიონებში კონტროლს აარჩევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამყარებს. მე რო გეცინებათ, მაგრამ რეალობა იყო ეს კადრები მართალი ყოფილა ქართული ოცნება, ყველა რომ ახშფოთ და ეხლა თუნდაც აგერ გახარიას პარტიის წევრების ცემის ფაქტზე თქვენს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, რომ აგერ მდინარაძე ფიზიკურად გაუსწორდა, იგივე ალეკო ელისაშვილი. ეგ ამბავი აღარ მახსოვდა თქვენს რომ ყოლიათ ნაცემი. ხო, ნუ მე მანამდე ალეკომდე იყო ეგ ამბავი, კი საჯარო კადრები იყო, მაგრამ ეხა ეს იუმორით, მაგრამ ეხა მდინარაძეს ვინ ეკითხება, ანუ რა რეგიონ
რეგიონული თუ ვინმეს გაკონტროლება ჭირდებათ რეგიონებში და მაგ მხრივ მართლა უბედურება ხდება ისა ემა აი ყველას რო უთვალთვალებენ უსმენენ სოციალურად დაუცველებს იმას რომ უმოწმებენ იქ აბა გამარჯობა არ უთხრას ვიღაც ოპოზიციონერს რეგიონებზე და მუნიციპალიტეტებზე გეუბნებით და იქ მას რაღაც იმაში საავადმყოფოში მისულდა იმაზე მერიაში რაღაცა დადის რო ჭირდება კონკრეტული რაღაცა დაფინანსება იქ რაღაც ადგილობრივ საავადმყოფოში იმას რო ეკითხებიან ნაცია თუ კოცია ეხა ეს მდინარადის გარეშეც ხდებოდა და მთავარი კონტროლი ესეთ რაღაცებზე აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეს ყოველთვის ჰქონდა 14 წლის განმავლობაში ამას ეხა მდინარადის გაკონტროლებული რაღაცა წარმოუდგენელი რეგიონული პოლიტიკის თუ რუსიის რაღაცა სამინისტრო შექმნეთ მაგით ეს არის წარმოუდგენელი მე მგონია რომ და გითხრას რომ სექტემბერში რეალურად ეს რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს განვითარების სამინისტროც გაუქმდება და ანუ რჩება მხოლოდ რა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება. რჩება მხოლოდ ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურა ვიცით არის ყველაზე მაღალ ბიუჯეტიანი უწყება შესაბამისად წყარო ასევე მოდი ეს ასე რეგიონული პოლიტიკას და ესე კორუფციას ხომ ებრძვიან. იქნებ ყველაზე სანდო კადრი სჭირდებათ ისეთ უნდა ეხა ვიწვალოთ ყველაზე დიდი ფული ეხლა რაც არ უნდა ვიწვალოთ ეხა ჩვენ რაც არ უნდა ვიწვალოთ რომ რაღაცა ბოდიში ამ სიტყვის ის გავაправოთ მდინარაძე რატო დააქვთ ესე ჩემოდანივით ერთი სამინისტროდან მეორე სამინისტრომდე და რატო აძლევენ ამდენ ჩინს და რა უნდათ ამ მდინარაძესგან ამას ჩვენ ვერ გამოვიცნობთ ხო ერთი არის ეს არის ჯერდი ხო და აი ამის გარეშეც რო შევხედოთ თქო ტრაგიკული რა არის ემა წარმოიდგინე მე და თქვენ უნდა ვიხადოთ და საქართველოს მოქალაქეებმა ამ რაღაცა გამოგონილი და გაუგებარი სამინისტროების ისა რა ქვია ფული ამათი ხელფასები უნდა ვიხადოთ თან ჩვენ და ჩვენ გვაწყვება ეს და საქართველოს მოქალაქეებს აწყვება და მეორე რო გაუქმეს ეს რეგიონული სამინისტრო იმ რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თავის დროზე შექმნილი იყო ისე კი არ იყო რეგიონული და ინფრასტრუქტურის ერთად რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით რა გააკეთეს ახეთ რეგიონული პოლიტიკა კიდე ცალკე პრიორიტეტი არის ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის ცალკე პრიორიტეტი უნდა იყოს და რას გულისხმობს რეგიონული პოლიტიკა ადგილობრივი თვითმმართველობებს რეგიონულ როლს დეცენტრალიზაციას მათ შორის ხო მათ შორის პოლიტიკურ დეცენტრალიზაციას ადმინისტრაციულ დეცენტრალიზაციას ფისკალურ დეცენტრალიზაციას მუნიციპალიტეტების და რეგიონების შესაძლებლობას რომ განვითარდნენ მათ შორის ეკონომიკურად და არა მხოლოდ ხო მათ შორის ხა სერიოზულ იმაზე რომ ვილაპარაკოთ დეცენტრალიზაციის კუთხით მაგ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვალდებულება აქვს აღებული ემა რომ ორჯერ კიდევ 2017 წელს აიღო ეგ ვალდებულება რომ უკვე დასრულებული უნდა ქონოდა 2 წლის ვადაში დეცენტრალიზაციის პროცესი მუნიციპალური ქონება უნდა გადაეცა უკვე ადგილობრივი თვითმმართველობების და რეგიონული განვითარებისთვის აი რეგიონული იმას რო აუქმებს მაინტერესებს ამ სამინისტროს და რო აუქმებს და რო ვეღარ გაიგეს ახლა რას აკეთებენ რეგიონული პოლიტიკა ამ ქვეყანას როგორი აქვს ამ 14 წლის განმავლობაში აი ვიცით არიცით არც თქვენ და არც მე იმიტომ რომ არ არსებობს რეალურად ხო და ნაცვლად იმისა რომ ეხლა იმას აკეთებდნენ რომ რაღაცა კომპეტენტური კადრები მაინც ნუ ამათან ხო წარმოუდგენელი ამაზე მაგრამ აი რაღაც იდეალურ სიტუაცია რომ წარმოვიდგინოთ რაღაცა კომპეტენტურ პროფესიონალ კადრებს ვეძებდეთ რომ ამ ქვეყნის რეგიონულ პოლიტიკაზე და დეცენტრალიზაციაზე მუშაობდეთ საბოლოო კონცეფციაზე და შემდეგ ამის განხორციელებაზე მთელი აპარატი დაკავებულია იმით რომ რაღაცნაირად მამუკა მდინარაძე ათრიონ და როგორმე რა ვიცი მისთვის სასურველ თუ ბიზნესთვის სასურველ სადღაც დასვან მაგრამ რეალურად ეს არის სპეცოპერაცია რომელიც მიზნად ისახავს მამუკა მდინარაძის მოშორებას დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. ასე დაიწყეს ლილუაშვილს თავის დროზე რომ გამოვიდნენ და გვიმტკიცებდნენ რომ მოხსნეს რომ აუ არაფერიო კაცო რეგიონული განვითარების სამინისტროს უხსნით რაღაც ეს რეგიონული განვითარების მაშინაც სამინისტრო არ თქვეს, მაგრამ რაღაც ესე უწყება თქვეს ხო ზუსტად და ერთ თვეში გაუშვეს რუსთავის ციხეში. ანუ ეს ესეთი კოდური ასე ვთქვათ სიტყვა ეს ხო ხა ახსოვს საზოგადოებას ხო არ ვის არა ხო არ ვიგონებ ეხა სხვადასხვა შორის ეს რომ გავრცელდა ლილუაშვილის დავდე და მეგრელება ვიცით ხოლმე რომ აი ვაიჭარეო რო ვიტყვით აი ვაიჭარე ნიშნავს რომ რაც მამუკა მდინარაძეს ჭირს იმიტომ რომ აი მაგზას ადგას დაახლოებით ეს არის მისი მოშორების სპეცოპერაცია. ანუ ლილუაშვილის გზას თუ ადგას ლილუაშვილი ახლა ვიცით სადაც არის. ხო და ესეც დიდი ალბათობით მაგზას ადგას. აბა თუ რა გონიათ ახლა რამდენჯერ ჩამოაქვეითეს აბა ახლა მოდი დავითვალოთ რამდენჯერ სექტემბერში თუ ესეთი მნიშვნელოვანი სამინისტროა და მამუკა ესეთი ღმერთია რომ აქ ორ თვეში დაალაგა ეს კოორდინაცია ძალოვან სტრუქტურებს შორის და ამიტომაც ახლა კიდე განსაკუთრებულ სამინისტროს უქმნიან მაშინ სექტემბრამდე რა არის მთელი თვე
უნდა ველოდოთ თუ ესეთი აუცილებელია ხო ამ ყველაფრის შექმნა ანუ რეალურად ხო ყველაფერს ხდება მაგრამ დინარაძის ასე ვთქვათ მოშორება როგორც თქვენ ფიქრობთ ეს ნიშნავს დიდწილად კობახიძისთვის პოზიციების შესუსტებას იმიტომ რომ დინარაძე მისი ერთგული და საყრდენი კადრია მათ შორის იყო ოხანაშვილი ვინმე ვიცი სად არის ოხანაშვილი მათ გუნდს წარმოადგენდა ეგეც კობახიძის და ბიზნეს თავარი მართვის სტილი ეს არის და ეს ჭორების ალბათ ყველას გაგიგიათ ხოლმე რომ აი მარიამ ქრივიშვილი უნდა თუ რაგვარია ეს გოგო პრემიერ-მინისტრად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო ბიზნა რა შრობა ბიზნა არ მისცემს არც კობა როგორც ლილუაშვილს არ მისცა როგორც ღარიბაშვილს არ მისცა ხო საუკეთესო მონები იყვნენ ისინიც კაცო ამაზე ნაკლები მონები კი არ იყვნენ ისინიც მაგრამ არ მისცემს შესაძლებლობას იმისი რომ საკუთარი გუნდი ყავდეს იმიტომ რომ ორ კაცს ერთად შეჯგუფულს ու დაინახავს ბიზნეს ელანდება რომ ის ორი კაცი მე არის მის წინააღმდეგი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, რომ კობახიძეს არ მისცემდა ამის შესაძლებლობას. დინარაძის ეს დაქვეითებები, მოშორებები და ასე შემდეგ, ეხლა ამას უკავშირდება ზუსტად, იმიტომ რომ დინარაძე მაგალითად არ იყო ეს ქალბატონი რუხაძე, ხო, რომელიც ბევრად უფრო შეიძლება პატარა ვიღაცა ყოფილიყო, ამაში კობახიძის გამოკვეთილი, ესე ვთქვათ, გუნდის წევრი იყო თელს ამ პროცესში. მართალია კობახიძეს და დინარაძესაც დიდი კონკურენცია ჰქონდათ ერთმანეთში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ერთად მოიაზრებოდნენ, მაგრამ ყველაზე ტრაგიკული ის არის ემა რომ ჩვენ ახლა ნაცვლად იმისა რომ რეგიონებში ვიყავი მე ბოლო 2 კვირა ემა ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობა არის რეგიონებში აი ოჯახი არ არის ემიგრაციაში რო არ არის წასული აი წარმოუდგენელია თხილის ფასზეა მიმული მთელი სამეგრელო ემა და თხილის ფასი არის ისეთი რომ ადამიანებმა არ იციან რა უნდა გააკეთოს არის რეგიონები სადაც რეალურად ვერაფერი ის თხილიც რო არის ემა ნახე ის მოთხოვნიც არ გებობს ანუ მაგას კი მაგრამ ის თხილიც რო არის ის თხილიც მინიმუმ იმდენი მოვლა ჭირდება ამ ფაროსანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რომ რეალურად შემდეგ მოსავალი მაგას არ უფლავენ უმძიმეს მდგომარეობაშია ხალხი და მესმის რომ მეც დავდივარ რეგიონებში აი ეხლა გუშინ ჩამოვედი ფაქტობრივად მეც ვიცი რა მდგომარეობაში არიან ადამიანები ამაზე ბევრი გვისაუბრია და კიდევ უნდა ვისაუბროთ მაგრამ ფაქტი ხო ერთია რომ ლაპარაკი ამ საქმეს არ ყოფნის და ამას ჭირდება ქმედება რომელსაც მოყვება შესაბამისად ცვლილება ამიტომაც ვლაპარაკობთ დამდგარ საკადრო ცვლილებებზე რადგან გვინდა რაღაცნაირად გამოვიცნოთ რას აპირებს ქართული ოცნება ამას ემსახურება ასე ვთქვათ ჩვენი ინტერესი და ეს შეკითხვები რომელიც გაგვაჩნია ეს თემა რომ მოვწურო და მე სხვა საკითხზე მინდა გადავიდე ანუ თქვენ გაქვთ მოლოდინი რომ ირაკლი კობახიძესაც იგივე ბედიელის და ბიძინა ივანიშვილს უკვე ყავს შერჩეული პრემიერად მისი შემცვლელი ამას დიდი გამოცნობა არ უნდა ემა დავაკვირდეთ როგორ ზოგადად ოლიგარქები როგორ მართავენ და მე დავაკვირდეთ 14 წელი როგორ მართავდა ბიძინა ივანიშვილი. ძალიან მარტივია ამის გამოცნობა. რომ და კობახიძე რო დაინიშნა პირველივე დღიდან ვამბობდი ჩვენ მაგას რომ კობახიძესაც აი ესე ცოტა ხანი გამოიყენებს როგორც რიჟვაძეს თავის დროზე და მე რა ვიცი იმ კაცმა ტყვია დაიხალა და ვეღარ გავიგეთ საბოლოოდ ეს როლეს ის როლა თუ სადაც როგორ არის ის ვეღარ გავიგეთ ხო შემდეგ ამ ადამიანებს მოიშორებს ზოგიერთს აი ესე გაუშვებს ციხეში ზოგიერთს მიიყვანს ესე თვითკოლობამდე როგორც მიიყვანა რიჟვაძე ეს არის ოლიგარქიული მართლობის სტილი ესე ხდება ეს ოლიგარქიული მართლობაში ამიტომ კობახიძის თავს რაც ხდება ეს არის კობახიძის შემდეგ იქნება ვიღაცა სხვა იმ ვიღაცა სხვასაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ზუსტად იგივენაირად მოიქცევა ამიტომაც არაფერი ამაში ახალი არ ხდება მაგრამ რომ მესმის რომ ეს არის ინტერესის სფეროა ცხადია იმიტომ რომ რა ვიცი ეს ადამიანები მართალია მიტაცებული არჩევნებით წართმეული არჩევნებით მაგრამ საკუთარ თავს საქართველოს ხელისუფლებას ეძახიან და ნაცვლად იმისა რომ იმაზე იყვნენ ორიენტირებულები რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუმსუბუქონ ეს უკიდურესად მძიმე მდგომარეობა რაც ახლა აქვთ აი ამით არიან დაკავებული რომ იქ დინარაძე რაღაცნაირად სადღაც დაასაქმა კი ბატონო იმდენად აი ჩახლართული ამბავია რომ ხო მეც ცოტა ასე ვთქვათ გამიჭირდა აი ამ სამთავრობო ცვლილებების ერთი კაცის გარშემოთანაც მიმდინარე ცვლილებების ლაბირინთებში გარყვა ანუ რეგიონული სამინისტრო კი გაუქმდება მაგრამ რეგიონული პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება და ამის მინისტრი იქნება დინარაძე უკვე სექტემბრიდან რა ვიცი რა ვთქვათ აღდგომა და ხვალეონა თქომია ხო დაველოდოთ მოვლენთა განვითარებას ეხლა რაც შეეხება უშუალოდ თქვენს პოლიტიკურ პარტიაში მიმდინარე მოვლენებს არც თქვენთან არ არის მთლად ასე დალაგებული ვითარება დავიწყოთ ჯერ მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს გაკეთებული რა ვიცი სკანდალური თუ ინოვაციური განცხადებით მან თქვა რომ
მოკლედ მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარი იქმნება და იქნება უფრო მეტი გვითხრათ ამ შესაძლებლობის შესახებ, ანუ ეს იქნება ციფრული შესაძლებლობა, რითაც სააკაშვილი მაგალითად უფრო აქტიურად იქნება პარტიის საქმიანობაში ჩართული, ხვალ ვიცით, რომ პოლიცსაბჭოს მოქალაქეებს დაელაპარაკება, ამ შესაძლებლობას ხელოვნური ინტელექტი იძლევა, ამ შესაძლებლობას ხელოვნური ინტელექტი არაფერი ამაში ისეთ სკანდალური არ არის, ამ შესაძლებლობას ხელოვნური ინტელექტი იძლევა და შესაბამისად ამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ხო? ეხლა უფრო მეტ დეტალს მე უბრალოდ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჯობია რომ რადგან თვითონ დაანონსა, როცა იქნება უკვე ამის შესაძლებლობა თვითონ ნახოს საზოგადოება, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა და ამის შესაძლებლობას ხელოვნური თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის იძლევა შესაბამისად აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ ეს კომუნიკაციის ფორმები, ხო, მათ შორის რომ საზოგადოებასთან კონდეს. ეხლა ხო, ანუ უფრო ინტენსიური კომუნიკაცია, ეხლა ის ერთ-ერთი პატიმარი პოლიტიკოსია, ვინც სხვებზე უფრო მეტად აქტიურობს საჯარო სივრცეში და მე მგონია რომ ეს კომუნიკაციის პრობლემა ყოველ შემთხვევაში განცხადების გაკეთების პრობლემა. ნახე, ახლა არის ნიშას ერთ-ერთი შესაძლებლობა რა არის Facebook პოსტებზე და ის სასამართლოზე, ისიც სასამართლო როგორ არის ხა იქ რაღაც შეზღუდული დროით, რაღაც შეიძლება კვირაში ერთხელ ჩატარდეს, შეიძლება კვირაში ერთხელ საერთოდ არ ჩატარდეს, ორ კვირაში ერთხელ იყოს და ასე შემდეგ, ხო? ბევრი ხდომა მიშასი მათ შორის დახურულია, საერთოდ ის რაღაც ზვიგენების საქმე რო აქვს. ზვიგენზე რო სტატუსი დაწერა, მაგაზე რო სისხლის სამართლის საქმე აქვს, ეგ საერთოდ დახურულია. ის რაც არ არის დახურული, მას ეძლევა ხოლმე პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა, რაც ოპოზიციურ პარტიაში კითხვის ნიშნებს აჩენს, ხა ჩემგან არ გაგიგიათ. მომისმინეს ხო ოპოზიციური პარტია, თუ თუნდაც გახარიასგან რომ გახარიაზე თუ ვილაპარაკე, მაშინ ძალიან გადაღების შესაძლებლობას ეძლევათ, ვიდეო მიმართვის შესაძლებლობას. მე ჩამოვიდეს მაგათი ლიდერი ჩაჯდეს და მივალთ სასამართლოზე და ვეცდებით ჩვენს რომ როგორც აქ ვახერხებთ რომ რაღაცნაირად ის არა ქვია. გადარწმუნებული ხართ რომ მათ ლიდერსაც ასე ვთქვათ სასამართლოს პატიმრობის შემთხვევაში მიეცემა შესაძლებლობა პოლიტიკური განცხადებების. ოფიციალური ნებართვით არის ესა, ეს არის იქ სასამართლოზე ვის ესწრებიან ადამიანები მაგათი გადაღებული ემა. რო შეხვალ შეიძლება ჩუმად გადაიყო იქ. შეიძლება ვერ გადაიყო და ნახონ და გამოგაძევონ. ამიტომაც ძალიან ეს არის რა ქვია. მოსამართლე რომ აძლევს მოსამართლე სიტყვის შესაძლებლობას. არა, არასწორია ერთი წუთით რა. მე ვესწრები სასამართლოს ხდომებს. არასწორი ხა ნახეთ. ჯერ მიშას კი არა. მიშას პოლიტიკური განცხადების გაკეთების შესაძლებლობას კი არ აძლევს, მიშას აძლევს თავის ხდომაზე აზრი რო გამოხატოს მაგის შესაძლებლობას. ეს არ არის შეზღუდული. ნებისმიერ შეუძლია. ნებისმიერ სასამართლოზე შეუძლია. ჯერ იქამდე არ მისულა ეს სასამართლო, რომ ისიც აუკრძალოს იმას, რა ქვია. ანუ ეს არ არის მხოლოდ პრივილეგია სააკაშვილისთვის, რომ სიტყვის უფლება გამოიყენოს არა კონკრეტულად საქმის გარშემო სასაუბროთ, არამედ აი ასეთი პოლიტიკური საქმე, აი დღეს რაზეც ილაპარაკა, დღეს აი ხო, დღეს მე 7 ნოემბერი ზუსტად იმ თემებს უკავშირდება, რაზეც ილაპარაკა მიშამ. იმიტომ რომ 7 ნოემბერს ნოემბრის თუ 2012 წლის შემდეგ ვინც მოვიდა ხელისუფლებაში, აი რუსები რო არიან და რუსებს წინააღმდეგობა რო უნდა გაუწიოთ, ეხლა რო არ შეიძლება რომ რუსებთან მსხვერპლის როლში ვიყოთ, ერთმანეთთან კავშირში არის. შესაბამისად ეს რაღაცა ესე ექსკლუზიურად წარმოჩენა რომ მიშა შეუძლია მარტო არა, ნებისმიერ შეუძლია ეგ სასამართლოს ვინ როგორ გამოიყენებს თავის სიტყვას ამისთვის. ეგ არის ნებისმიერის გადასაწყვეტი და ასევე ნებისმიერ მათგან შეუძლია თქო კიდევ ვიძახი რომ შევიდეთ და ისე როგორც ჩვენი ამორჩევლები და ეს არის ჩვენი ამორჩევლის გადაღებული ისა რა ქვია ვიდეო სასამართლოში რომელმაც გარისკა ემას პოტენციალი ძალიან დიდი მადლობა არ ვიცი ვინ არის. იმიტომ რომ შეიძლება მომავალ სასამართლოზე არ შეუშვან და საერთოდ ჩამოართვან ტელეფონი ხო ვიცით ესეც ყველამ როგორ ხდება და რა ვიცი ხა ამისგან რაღაც სკანდალი ესე არ გამოვა. თუმცა თქვენს მოგისმენიათ ხო თქვენ გინახავთ მსგავსი ტიპის კომენტარები რომ აი ყველაფერი იქით მიდის რომ პოლიტიკური გარემოს ისე უკიდურესი პოლარიზაცია მოხდეს და რეალურად წარმოაჩინონ რომ მხოლოდ მიშავის ბიძინა არჩევანი აქვს. მე ხო იცით რომ მე არ ვეთანხმები მაგ ამბებში მე მგონია რომ თავი პრობლემა დღეს ყველას ერთად არის ერთია. არა ის რომ უნდა გამოვიდეთ ამ რაღაც 14 წლიან სიგიჟეში რაშიც ვართ რომ აი კიდე იმაზე ლაპარაკი რომ იქ რაღაცა მიშა იქ რაღაცა და ამბავი ხალხო ანუ ბიძინა არის რუსები არიან თუ ეხა ჩვენ კიდე 14 წელი გავარჩევთ იმას რომ კიდე მიშა თუ რაღაცა და ასე შემდეგ კიდე ვიქნებიან 50 წელი და ბერას შული გეყოლებათ კიდე რა ქვია ბერას შემდეგ აქ თავარ მართველად. ამიტომაც აქ საკითხი დგას ძალიან მარტივად. ან ყველა ერთად ვიკრებთ ძალას რომ ვიბრძოლოთ და გავაგრძელოთ ეს ძალიან რთული ბრძოლა და რაღაც წინააღმდეგობის ახალი ფორმები შევძინოთ ამ ბრძოლას, ან მაშინ ყველა მეტად უნდა თქვათ რომ თავარი მიზანი ბიზნეს წინააღმდეგ ბრძოლა კი არა ერთმანეთის ახალ ფორმებამდე მივალ. მოდით რა ეს ავატარის თემა
მოვწეროთ, ანუ გამოდის, რომ იგივე ციფრული შესაძლებლობა სხვა პოლიტიკოს პატიმრებსაც ჰქონდათ და აქვთ და ნებისმიერ შეუძლია გამოიყენოს. სხვა რაღაცაა, სხვა რაღაცაა. მე ვსაუბრობ კომუნიკაციის ფორმაზე. ეს ხომ იქნება კომუნიკაციის ახლებური ფორმა, ხო? თავარ ფუნდამენტურ საკითხში უშვებთ შეცდომას და იმასაც შევიყვანთ. ერთი წუთით. ავატარი, ეს რაც თქვით, ცოტა სხვა რაღაცა არის. ავატარზე მიშას ესეც სასამართლო კომუნიკაცია არაფერ შუაში არ არის. ეგ შეიძლება სხვანაირად კეთდება ტექნოლოგიურად, მე ხომ მაგას ესე ზუსტად ვერ აგიხსნით. კომუნიკაციის ფორმაზე ვსაუბრობთ. თქვენ გაქვთ ინფორმაცია ზუსტად რა ასე ვთქვათ შინაარსის კომუნიკაციისთვის იქნება გამოყენებული. ანუ ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ ეს შემიძლია გავაკეთო მეც, ემა, მიშა არაფერ შემჭირდება. ანუ მიშას ავატარი მე შემიძლია მიშა თუ მეტყვის ტექსტს, ანუ რაღაც ხელოვნური იმის ვიდეოებთან არა ხო გვიმშავია. მე მესმის, მაგრამ თქვენგან ვიდეო პრომეტი გავიგონთ, რომ სწორად გავიგეთ მაგას. მე ვიტყვი რომ ერთი მე არ ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ მე არ ვარ ამის პროფესიონალი, მე მოყვარულ დონეზე ვიცი. თუმცა საქმის კურსში ხართ, ანუ კი, მაგრამ შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილება ალბათ ხო? გავიგე, მაგრამ მე ჩემზე უკეთ შევიკითხო, მაგრამ ჩემზე შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილება. რა ისე ჩემთან შეთანხმებით. ანუ პარტიაში რა ვიცი. ვინც არის პარტიის ხელმძღვანელობა, მათთან გავლილი, ასე ვთქვათ, იდეა შეთანხმებულია კი ბატონო. ყველასთან საერთოდ, ხო? მაგრამ ნახეთ, ამას ტექნოლოგიურად თქვენ მას ვიზახი რომ ახსნიან, ჩემს უკეთ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ამის სპეციალისტებია. შინაარსობრივად ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური მიზანი ექნება ამ ყველაფერს, რადგან დაანონს ესე იგი მნიშვნელოვანია, ხო? მაშინ არ ისაუბრებთ თუ არ დამასრულებიათ ვერ გაიგეთ. კი, ანა, უბრალოდ მინდა ზუსტად ნებისმიერ საკითხზე შეიძლება იყოს, თქო, ნებისმიერზე, სოციალურ პრობლემაზე, ეკონომიკურ პრობლემაზე, მიშას ან ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულებაზე, როგორ წარმოუდგენია პირობითად დეცენტრალიზაციის პროცესი ამ ქვეყანაში. იმაზე, როგორ წარმოუდგენია წინააღმდეგობის ბრძოლის გაგრძელება. რა ნებისმიერ საკითხზე შეიძლება ხა წინასწარ ამის განსაზღვრა რა საკითხზე შეიძლება იყოს, ეს შეუძლებელია ეხლა, ხო? ამას ანახებს პროცესი. ეს ერთი, მეორე, არაფერ კავშირში არ არის მიშას სასამართლო გამოსვლები და გადაღება ამასთან. ეს მიშას გარეშე არის შესაძლებელი, რა ვიცი, ვინც ცოტა მაინც იცის ხელოვნური ინტელექტის რაღაცა, მე შემიძლია ხა თქვენი ავატარი გავაკეთო, იმაში რა ქვია, ხელოვნური ინტელექტით. ანუ ეს ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის, ხო? შესაბამისად მე რატომ გადაწყდა აქამდე მინდა მივიდე რატომ გადაწყდა იმიტომ რომ უნდა რომ უფრო მეტი კომუნიკაცია ქონდეს შეზღუდული აქ ხალხთან რა თქმა უნდა ხა ნახეთ მიშას კომუნიკაციის სფერო რა არის მიშასი ერთი ეს როგორც კი რო იქ ორ კვირაში ერთხელ სასამართლო და ხან მისცემენ ამ სიტყვის უფლებასაც და ხან არ მისცემენ მე ხან შესაძლებელია რომ ეხა როგორც აგერ ერთმა გადაიღონ და ხან ეხა ყოველთვის ვერ ახერხებთ ამას ხო შეზღუდვების და აკრძალვების გამო და ასე შემდეგ და მისი კომუნიკაციის ფორმა არის მისი Facebook-ი ასევე ხო ეს ადვოკატების შესვლა შეზღუდულია და მისი Facebook პოსტები ეხა სხვა კომუნიკაცია მას არ აქვს გარდა თავისი ადვოკატებისა ვერავის ვერ ნახულობს ხო რეალურად შესაბამისად რაღაცა ეს კომუნიკაცია ხო ჭირდება ხო მოქალაქეებთან რომ და ამ შეზღუდულ პირობებში ხა როგორ შეიძლება კომუნიკაცია დამყარდეს ხო ამიტომაც არის რომ ყველაზე ესეთი ინოვაციური რაც შეიძლებოდა ეს მოფიქრებული იყო არის ის რომ ეს თანამედროვე ტექნოლოგიები ამის შესაძლებლობას იძლევა და მოდი ესე გაკეთდეს ეს და ესე სხვადასხვა თემაზე იყოს რომ რაღაც მიშა ელაპარაკოს თქოს საქართველოს მოქალაქეებს კი ბატონო რაც შეეხება მისი განცხადების კიდევ ერთ ასე ვთქვათ ნაწილს, სადაც ის საუბრობს, რომ ის ხალხი ოპოზიცია, ვინც ცდილობდა გილაუს მატარებელში ჩაბმას, ახლა ცდილობენ, რომ ვიქტორ ყიფიანის, როგორც უწოდებს ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოგორებული პოლიტიკურ ველზე ადვოკატის რაღაცა მატარებელში ჩაებან აქაო და აქაც ფულიაო თქვენ თავადაც ასე ფიქრობთ, რომ ანუ იგივე ჯერ ერთი რომ გამოგორებულია ვიქტორ ყიფიანი და მისი ჯერ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის მიერ და სხვა ოპოზიციური პარტიები და ალბათ იგულისხმება ელენე ხოშტარია, ხო, რომელმაც რაღაცა მე ვერ გეტყვი ვის გულისხმობს, ნახებთ ამასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა მე ხა ეს განცხადებაც გულწრფელად რო გითხრა მე დღეს ვერ ვესწრებოდი სამწუხაროდ სასამართლოს შესაბამისად ეს განცხადებაც ესე არ მინახავს მაგრამ მე რაც შემიძლია ვთქვა არის ერთი რომ სიზუსტისთვის აგიკითხავთ ივანიშვილის მიერ გამოგორებული მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები ვინც ადრე გილაურს ჩაება აქაო და აქაც ფულიაო ანუ აი ამ მის ამ პოზიციას იზიარებთ თუ არა თქვენ
როგორც მე ვიზიარებ იმას, რომ არ შეიძლება რაღაცა ხფოს აღტკინებით შეხვდე რაღაცა საკეთს, მაშინ როცა რაც ბოლომდე და გარკვეული არ ხარ. ნახეთ, მე არ ვიცი ხა კონკრეტულად აქ მიშამ რა იგულისხმობ, მაგრამ მე მაგალითად მენიშნა კი ნამდვილად, რომ ყიფიან ბატონმა ყიფიანმა რომელმაც განცხადება გააკეთა, რომ თურმე უნდა ვილაპარაკოთ, ზუსტად ვერ გავიგე ოღონდ ვისთან იგულისხმობდა მაგ ლაპარაკში ქართული ოცნება იგულისხმობდა თუ რა იგულისხმობდა, იმიტომ რომ შემდეგ განმარტა რომ ქართული ოცნება არა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ვის უნდა ველაპარაკოთ შემთხვევით ყიფიანის განცხადებაში ეს იყო ნამდვილად თავარი კითხვა, ანუ ვის რაზე უნდა ველაპარაკო ქართულ ოცნებას. ანუ ის კი არა რომ შეიძლება რაღაცის წინააღმდეგი ვიყო. ნახე, ემა თუ მეუბნები რომ უნდა ვილაპარაკო, მაშინ ის უნდა მითხრა რომ ვის უნდა ველაპარაკო და რაზე უნდა ველაპარაკო. ნახე? და რაც ყველაზე მთავარია, ეს ლაპარაკი უნდა იყოს საჯარო. და იმიტომ რომ ჩვენ ყავს პოლიტიკური პატიმრები და რეჟიმს კულუარებში არ უნდა შეყვე. რეჟიმს უნდა ელაპარაკოს საჯარო და საერთოდ არ უნდა ელაპარაკო და ხალხის ძალით უპასუხო. ეს არის ყველაზე მთავარი. ანუ საუბარი იყო. ამიტომ გაუგებარი ჩემთვისაც იყო ეს. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ვიზახი, მე არ ვიცი კონკრეტულად იქ რას გულისხმობს თქო, მაგრამ ჩემი პოზიცია მასთან დაკავშირებით არის შემდეგი. მეც ბევრი კითხვის ნიშანი მქონდა აი იმ განცხადებასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ესე იგი თქვენ დიალოგის შესაძლებლობასთან დაკავშირებით გაქვთ შეკითხვები, მაგრამ რაც შეეხება თავისუფალი არჩევნების გარშემო კონსოლიდირებასთან, ამაზე რას ფიქრობთ? ანუ ნახეთ, ელენე ხუშტარიანის გამოხმაურება იყო, რომ ყველა უნდა ასე ვთქვათ, ვეთანხმებიო, ვიზიარებო და მოკლედ ისეთი პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შევქმნათ, რომ ადამიანს რომ გამარჯვებას ეტყვი და მოიკითხა როგორ ახლა რა ვთქვი, ემა ცოტა ხნის რა ვთქვი რა, როცა რაღაცა ბოლომდე არის თქო, ხოს აღტკინებით არ უნდა შეხება თქო. ნახე, მე არ ვიცი ხა ელენემ დაწერა ვიცი, მაგრამ მე ყიფიანის განცხადებაში ელენემ რაც განმარტა ეგ არ მინახავს. მიხვდით რას ვიზახი, ყიფიანის განცხადებაში ელენემ მე თქვა რომ ახო ქართულ ოცნებასთან დიალოგი კი არ იგულისხმება და ეს გასაგები ეს მისაღები არგუმენტია თუ ეს არის და მე მგონი ამაში რა ვიცი ყიფიანმა რა თქვა ახალი. ანუ რავი ჩვენ არ ვიძახდით ამას კონსოლიდირება, გაერთიანება. რა გაერთიანება არა, გაერთიანება თქვენ გაერთიანება ხა სხვა რაღაცა არის კიდე. იმ საკითხის წინაშე იმ საკითხზე გაერთიანება რომ გვინდა თუ არა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. იცით რატო? ესა ემა, რატო არის მაგ კითხვაზე პასუხი ჩემთვის მაგალითად მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მე ვიცი ბევრი პოლიტიკური მოთამაშე, ვისაც ბიზნეს ამ პირობებშიც, აი ამ საარჩევნო ველით თუ საარჩევნო ველი ქვია, ფიქრობს იმას რომ 2028-ში თუნდაც ამავე პირობებით კი მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ქართული ოცნება იყოს მთავარი მოთამაშე. ნახეთ, ამიტომაც ამ კითხვაზე პასუხი და კონსოლიდაცია, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა ბიზნეს თამაშებში შეყოლა არ იყოს, ნამდვილი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა იყოს, ეს ძალიან სწორია. მაგრამ იმ განცხადებიდან თქო, ბუნდოვანება რჩებოდა თქო, ამას ვამბობ მე ბატონი ყიფიანის, იმიტომ რომ მაშინ და მე ელენემ განმარტა, ეხა ელენემ რატო განმარტა ეს გაუგებარი იყო ჩემთვის გულწრფელად რომ გითხრა, მაგრამ ყიფიანის განცხადებიდან ეს ბუნდოვანება რჩებოდა და რჩება დღემდეც, რომ ვის ველაპარაკოთ ერთმანეთს მე მომხრე ვარ თუ ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ იმაზე და დავუჭერო ორივე ხელებით ამას ხარს რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი შევთანხმდეთ იმაზე რომ სანამ არ იქნება ნამდვილი თამაშის წესების სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა არავინ არ შევიდეს ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მაგრამ ამაზე შეთანხმება კი ბატონო მაგრამ თუ მეუბნები იმას რომ ქართულ ოცნებას უნდა ველაპარაკო რამე მაშინ ეგ არ არის უკვე საერთო სხვა რაღაცა არის. მათ გარეშე, მათთან საუბრის გარეშე, მათთან კომპრომისის მიღწევი თუ მათგან კომპრომისის მიღწევის გარეშე როგორ არის კომპრომისი ერთადერთი ოლიგარქიული რეჟიმები კომპრომისზე მოდიან მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში ემა, როდესაც გნახულობენ ერთიანს, როდესაც გნახულობენ ძლიერს და როდესაც აბა სხვანაირად ეგ არის ვაჭრობა. უკვე ოლიგარქიულ რეჟიმთან. ოპოზიციურმა ალიანსმაც ხო ეს ხანაირად ოპოზიციურ ალიანსზე მე ნუ მკითხავთ იმიტომ რომ ოპოზიციური ბალი არა რამხრივ ვიძახი არა ერთი წუთით რამხრივ ვიძახი თქო ანუ იმ ხრივ ვიძახი რომ ეხა ოპოზიციური ალიანსის დამცველად მე ვერ გამოვდგები თქო მაგამ ბავშვი თქო ამიტომ ნახეთ რეალობა რა არის რეალობა არის ის რომ ჩვენ არ გვჭირდება ხელოვნური გაერთიანებები ჩვენ გვჭირდება საკითხების გარშემო გაერთიანებები და აი ეს საკითხი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები კი ნამდვილად შეიძლება იყოს თავარ კი არა უნდა იყოს თავარი საკითხი მხოლოდ იმაზე შესათანხმებლად ემა რომ არავინ არ შევა ბიზნეს თამაშის წესების არჩევნებში კი ბატონო მაგრამ ანუ შეთანხმება და რაღაცა გადაწყვეტილების მიღება რომ პრობლემად იქცა ოპოზიციაში ესეც სახეზეა თქვენი განცხადება მინდა შეგახსენოთ აპრილში გაკეთებული იანვარი თებერვალი მარტი აპრილი კი ბატონო ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა აირჩიოს ან თავის გზაზე გააძლიერდეს ან იყოს ოპოზიციის ალიანსში დღეს არის რა ვიცი ივლისის ბოლო აგვისტო მოგვადგა კარს
ჯერაც ვერ მიგიღიათ ეს გადაწყვეტილება. ანუ მაგ განცხადებაში რას მედავებით ვერ მგონი? ანუ რატომ ვერ წყვეტს ნაციონალურ მოძრაობას? შეფალიაში თუ გაძლიერდება თავის გზაზე. ნაციონალური მოძრაობა არ არის ბიძინა ივანიშვილის პარტია. ნახეთ, რა განსხვავებას გეტყვით ეხლა რატომ? ნაციონალურ მოძრაობაში ეს საკითხი დგას, მაგრამ ეს საკითხი უნდა მიიღოს პოლიცსაბჭომ. ნახე, გადაწყვეტილება ема, ესე არ ხდება, რომ აი ვიღაცა იმიტომ რომ შესვლაზეც გადაწყვეტილება მიიღო პოლიცსაბჭომ, მიიღო სამდინო, ხადია მიხეილ სააკაშვილთან ერთად. მაგრამ ეხლა რა პროცესებია, ეხლა პარტიაში სხვა პროცესებია და რა პროცესებია, ყველა არის პოლიცსაბჭო. მაგრამ ხვალინდელმა პოლიცსაბჭომ, იმიტომ რომ უფლებამოსილების ვადა ამოწურული აქვს ნაციონალურ მოძრაობაში ეხლა ყველას. უფლებამოსილი პირი არ არსებობს ეხლა ნაციონალურ მოძრაობაში. შესაბამისად, ეხლა პოლიცსაბჭომ უნდა მოიწვიოს ყრილობა, რომელმაც უნდა აირჩიოს დროებითი მმართველობითი ორგანო. ანუ განაახლოს 6 თვით მანდატი უფლებამოსილი პირების. და როდესაც განახლდება მანდატი, მერე უნდა მოამზადოს 6 თვის თავზე პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. ნახეთ? და როდესაც პარტიას უკვე სრულყოფილი უფლებამოსილი პირი ეყოლებათ, ეხლა პარტიაში ერთი კაცი არ არსებობს, ვინც უფლებამოსილია, რომ გადაწყვეტილება მიიღოს ემა. და შესაბამისად, როდესაც უფლებამოსილი პირი დროებითი მმართველობის ორგანო იქნება თუ მერე არჩეული თავმჯდომარე იქნება თუ როგორც იქნება, რომელსაც განახლებული მანდატი ექნება მერე უკვე კიდე ამ მრჩევლისგან, მერე ეს გადაწყვეტილება აუცილებლად დადგება კენჭისყრაზე და ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს. ანუ ზოგადად გადაწყვეტილების მიღების პროცესი იმის გამო, რომ უფლებამოსილების ვადა ყველა თანამდებობის პირს პარტიაში ამოწურული აქვს, არ მიიღება ნაციონალურ მოძრაობაში. ფუნდამენტურ საკითხებზე ვერა. ერთი არ არსებობს, ნახე, ესეთ ფუნდამენტურ საკითხებზე ვერა, მაგით ტარდება ხვალ პოლიტიკური საბჭო და მაგით უნდა ჩატარდეს უახლოეს მომავალში უკვე ყველა არსებულ თანამდებობის პირს უხანგრძლივდება არა, ყველას ეხლა ნახეთ, ეხლა ძალიან ბევრი შეკითხვა არის იგივე თინა ბუხუჩავასთან დაკავშირებით. ნახეთ? არა, ეხლა ხდება ესეთი რაღაცა. ხვალ პოლიცსაბჭო ადგენს ყრილობის ჩატარების წესს და შემდეგ ყრილობამ უნდა აირჩიოს მმართველობითი ორგანო, რომელმაც 6 თვის ვადაში და მმართველობითი ორგანოებში იქნებიან ის ადამიანები, ვისაც ყრილობა აირჩევს. ემა. მერე 6 თვის ვადაში მანდატები ცნობილია ბუნებრივია ხო? ჯერ არა ხვალ გაიგო. ჯერ პოლიცსაბჭომ უნდა დაადგინოს მათ შორის კანდიდატების რეგისტრაციის წესი და დელეგატები და შემდეგ იქნება მაგრამ ვიღაცამ ხო შეიძლება თქვას, რომ მე მაგალითად არ მაქვს სურვილი, რომ ვიყო დასახელებული კანდიდატებს შორის. ასეთი ხო, კი ბატონო, ანუ იგივე თინა ბუხუჩავასთან კავშირებით გეკითხებით, ხომ არ ყოფილა? არა, მაგრამ ჯერ ამ წუთას კიდე გეუბნებით, რომ ეგ პროცესს ნახავთ ხო პოლიციაში, მაგრამ ეგეთი არ გვაქვს, ეგეთი რაღაცა, მაგრამ პოლიციაში ხო რო დაადგენს ამ წესს. მერე ყრილობასა და პოლიცსაბჭოს შორის მონაკვეთი რაც იქნება დროის, იქნება უკვე კანდიდატების რეგისტრაცია, ოღონდ მმართველობის საბჭოში არ უნდა აგვერიოს. თავმჯდომარის არჩევნები ეხლა არ ტარდება. მმართველობის საბჭოში. მმართველობის ეს გარდამავალი პერიოდი იქნება და ამ გარდამავალი პერიოდის მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ მოამზადოს პარტია 6 თვის თავზე თავმჯდომარის არჩევნებისთვის და ვინ იქნება იქ კანდიდატები, ხა თინა იქნება, კიდე ვინ იქნება, მაგას შევხედავთ. კი ბატონო, კარგი, მაშინ ასე კითხავთ. თქვენივე განცხადება არის უკვე ივნისში გაკეთებული, ხო? სადაც თქვენ ამბობთ, როდესაც მიხეილ სააკაშვილს გამოეხმარებთ ეს ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით ინიციატივა იყო საკმაოდ ახალი. სანამ გადაწყვეტილებები 3 კაცში მიიღება, უმრავლესობა კი Facebook-ით იგებს პარტია კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო. კი ბატონო. არ ვიცი, კონკრეტიკის გარეშე შეგვიძლია ასე ვთქვათ, ხო? იდენტიფიცირების მიღმა ეს ადამიანები პირობითად სამი ადამიანი, ვინც ერთმანეთში იღებდა გადაწყვეტილებებს ისე, რომ თქვენ საქმის კურსში არავინ გაყენებდათ, იქნებიან ამ მმართველობით საბჭოში და თქვენი პოზიცია როგორია უნდა იქნეს? მაგ სამ ადამიანს შეიძლება მეც ვიგულისხმები ემა. იმიტომ რომ მეც მენეჯმენტში ნახეთ ერთ წუთი, მაგიტომაც ავხსნი. მაგიტომაც ავხსნი, ხა თუ მომისმენთ. ნახეთ? ჯერ ერთი, როდესაც მაგ განცხადებაზე ყველა სიტყვაზე ხელს ვაწერ ასე რა. როდესაც მე ვსაუბრობ რეფორმაზე და შიდა დემოკრატიულს და ამით ნაციონალური მოძრაობა უნიკალურია, ყველა ოპოზიციური პარტიისგან განსხვავებით. ნახეთ, ვსაუბრობ იმაზე, რომ ხალხის მეტი მონაწილეობა იყოს შიდა დემოკრატიულ პროცესებში. თორე იმ სამყაროში კი მეც მენეჯმენტის ნაწილი ვიყავი. მათ შორის და მათ შორის ჩემს პასუხისმგებლობასაც გრძნობ მაგ ნაწილში. და ზუსტად იმიტომ, რომ თუ გვინდა და მოწოდება მიხეილ სააკაშვილის ეს იყო, რომ უფრო მეტად სახალხო უნდა გახდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ხო? და ეს პრობლემა ამ 2 წლის განმავლობაში ქონდა ჩვენ ამ პარტიაში, ხო, გულწრფელები ხონდა ვიყოთ, კი, იყო ეს პრობლემები, როდესაც ანაწითლიდან რო იცოდა რაღაცა ემა, ეს არ ნიშნავს, რომ კარგია, ჩვენმა პარტიის წევრებმა თუ არ იციან, ვინც მე მანდატი მომანიჭეს, ხო? მაშინ ანაწითლიდან რო იცის, ეგ ლეგიტიმაცია არ არის ამ ხალხისთვის.
ამიტომაც ჩვენ როდესაც რეალური შიდა დემოკრატიაზე ვსაუბრობთ ნაციონალურ მოძრაობას ამის საუკეთესო პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს რო შეხვდით, მიუხედავად ხმაურისა, ხო, ამის ყველაზე კარგი გამოცდილება აქვს, ხო? მაშინ ამაში გულისხმობს ზუსტად იმას, რომ დაანონსებული რეფორმები უნდა იყოს ორ კომპონენტიანი. პირველი, რომ ხალხი შემოვიდეს და პარტიის წევრები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგალითად ალიანსთან დაკავშირებით თქვენ რომ მკითხეთ, რომ ვინ მიიღებს, არ უნდა მიიღოს მარტო პოლიტიკურმა საბჭომ. ეს უნდა მიიღონ კენჭისყრით ჩვენმა პარტიას ყავს რეგისტრირებული ოფიციალური 70,000-ზე მეტი ამორჩეველი. მათ უნდა შეეძლოს ამ კენჭისყრაში მონაწილეობა და მეორე, ეს არის ფინანსური დამოუკიდებლობა, რაც ასევე გულისხმობს პარტიის წევრების დონაციას და პარტიის წევრების მონაწილეობას პარტიის ფინანსურ გაძლიერებაში. ამიტომაც მაგ ჩემი განცხადების პასუხად, ჩემი მთავარი საზრუნავიც ახლა ამ 6 თვის განმავლობაში და 6 თვის შემდეგაც პარტიაში იქნება ზუსტად ეს, რომ აი ეს ორი კომპონენტი, რომ გადაწყვეტილებები რაღაც ვიწრო წრეში არ მიიღებოდეს და იყოს ფართო და გასცეს არა მხოლოდ პოლიტსაბჭოს ფორმას და სამდივნოს ფორმად, არამედ ჩავიდეთ აი პარტიის წევრებზე, რომლებიც ცხოვრობენ დარჩელში, კახეთში, ასე თქვა, თუჩეთში, ხევსურეთში და ასე შემდეგ. ამათ ჰქონდეთ მონაწილეობა პარტიის თავმჯდომარეობის მე შემიძლია გითხრა, მე ამაზე შემიძლია ესე გითხრათ, რასაც მოდივართ ვიმეორებ, რომ ჩემი თვითმიზანი ეს არ არის, ძალიან მარტივი მიზეზის გამო, მე ყოველთვის ამ 14 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთად თავმჯდომარეს ვაღიარებდი ამ პარტიაში, ეს კი მიხეილ სააკაშვილი, ეს ერთი. მეორე, თუ მე მხარს დავუჭერ, არ აღიარებდი დანარჩენებს, ანუ ნიკა მელიას, გრიგოლ ვაშაძეს, ლევან ხაბეიშვილის, თინა რეალური თავმჯდომარე ყოველთვის იყო მიხეილ სააკაშვილი და ვინ იქნებოდა საჯაროდ არასდროს გითქვამთ მათი თავმჯდომარეობის, არც შემდეგ მათი თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ. მაგას ამბობ, რომ არ ვაღიარებდით იმას კი არ ვიძახი, რომ არ ვაღიარებდი და მაგათ არჩევნებს არ ვაღიარებდი და ასე შემდეგ. სხვა რაღაცა გულისხმობს საერთოდ რა, რომ რეალური თავმჯდომარე ჩვენთვის არის მიხეილ სააკაშვილი. როგორ არ ვცნობდით მას, სხვა რაღაცას გულისხმობ. თავისი წონით, თავისი გავლენებით მათ შორის არის მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთი, ხო? რა თქმა უნდა, ხა ვინ იქნება წარმომადგენლობითად კიდე პარტიის თავმჯდომარე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ამას ნამდვილად, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ჩემი პარტიიდან ვინც არ უნდა აირჩეს, ყველა ღირსეული იქნება. მე ჩვენთვის სახელი და გვარების ცვლილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საერთოდ ვინ იქნება, მან თინა ბოკუჩავა იქნება, ანა წითლიძე იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება თუ ასე შემდეგ. ანუ ნანუკას კანდიდატურა ისევ რჩება ძალაში, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმატორთა საბჭო და ანუ რეფორმატორთა საბჭო არის სხვა რაღაცა და მე ვთქვი, რომ 6 თვის შემდეგ რეფორმატორთა საბჭომ და დროებითმა მართლობითი ორგანომ თქო პარტია უნდა მოამზადონ არჩევნებისთვის თქო. ხო, მაგრამ თან რეფორმატორთა საბჭოს რაღაც ახალმასრულებელი მდივანი იყო და თან კენჭი იყარო როგორც პარტიის თავმჯდომარემ, რაღაცა ინტერესთა კონფლიქტთან ხომ არ გვექნება საქმე? არა, შესაძლებელია ისიც და ისიც ერთდროულად შეათავსოს. შესაძლებელი არის. ამიტომაც ჩვენთვის სახელი და გვარების ცვლილებას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს აი ამ ორ მნიშვნელოვან პრინციპს. ხალხის მონაწილეობა, პარტიის წევრების მონაწილეობას, პარტიის გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მეორე, პარტიის ფინანსურ დამოუკიდებლობას, რომელიც დამოკიდებული იქნება პარტიის წევრებზე და არა ერთ კონკრეტულ ადამიანზე. რეალურად ეს განსაზღვრავს პარტიის დამოუკიდებლობას. ხო, ეს ძალიან საინტერესო საკითხია, ანუ თუ აქამდე პარტიის წევრებს არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ჰქონდათ პარტიის წინაშე, ახლა რაღაცნაირად უჩნდებათ პასუხისმგებლობა, რომ ფინანსურ უზრუნველყოფის ნაწილზეც იზრუნონ. ახეთ ეს საწაროები არის ცნობილი მთელს ევროპაში და რა ვიცი, ყველგან საერთოდ. როგორც საფრანგეთში ყველა არ იხდიდა, არ ქონია ეს, იმიტომ რომ საქართველოში ამის კულტურა არ არის ზოგადად. შესაბამისად, ეს საწაროების ნაწილი რომ შემოდის, ხო, პარტიაში, ეს ავტომატურად ნიშნავს, აი თქვენ რომ დონაციას აკეთებთ კონკრეტულად იმ პარტიისთვის, რომელიც თქვენ გიყვართ და გულშემატკივრებთ და გჯერათ, რომ იმას შეუძლია რაღაცა კარგის გაკეთება ამ ქვეყნისთვის, ხო? ეგ ნიშნავს, რომ თქვენ ხართ მაგ პარტიის მხარდამჭერი და ხართ მაგ პარტიის წევრი და შესაბამისად მაგ პარტიას თქვენთან ვალდებულება აქვს მე, რომ ანგარიში ჩაგაბაროთ კონკრეტულად იმაზე. ამიტომ მაგ თანხის რაოდენობაზე კი არ არის საოცარი პროცესია 5 და 15 წელს არიცხავენ ადამიანები. ყველაზე მაგარი რა არის, რომ იმ ხალხთან შენ უფრო მეტ ვალდებულებას გრძნობ შემდეგ ემა, რომ ანგარიში ჩააბარო რეალურად რა გააკეთე ან რას აპირებ. მადლობა, ანა წითლიძეს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება სტუდიაში, მოკლედ რა გავიგეთ ასე დაახლოებით 1 საათის წინ. მამუკა მდინარაძე ძალოვანი უწყებების მაკოორდინირებელი მინისტრი აღარ იქნება. საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
და ძალიან საინტერესოა რა ხდება ზოგადად ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. დღევანდელი მინისტრი დაიკავებს, როგორც ვიცით, მოადგილის თანამდებობას. თუმცა ამან ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები გააჩინა ბოლო 2 თვის განმავლობაში. ეს უკვე შეიძლება ითქვას მესამე თანამდებობრივი ცვლილებაა მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით სუსის ხელმძღვანელობიდან ძალოვანი უწყებების მაკოორდინირებლად. ახლა კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ზოგადად რეგიონულ პოლიტიკას უკავშირდება. გიორგი შარასძე პარტია გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით გიორგი, მადლობა გასცემაში მონაწილეობისთვის. ხო, მახსოვს თქვენი პარტიის თითოეული წევრი საკმაოდ ისეთი მკვახე კომენტარი მამუკა მდინარაძის სუსიდან სახელმწიფო მინისტრად გადაყვანის პერიოდში. თქვენ აი დარწმუნებული იყავით, რომ ეს იყო მისთვის დასასრულისკენ, ანუ კარიერულ დასასრულს გულისხმობ, დასასრულისკენ მიმავალი გზა. დღეს რა სიტყვით, ანუ რას უმზადებს მას განგება უბრალოდ ბიძინა ივანიშვილი? მოგესალმებით. მივესალმებ მაყურებელს. ახლა სახელმწიფოსთან რო არ ხონდეს საქმე და ასეთ სერიოზულ თემებზე, კიდე სხვანაირად ვისაუბრებით, მაგრამ აი გამოთქმა რომ არის ცნობილი, ხო? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, აი ესეთი ვითარება გვაქვს დღეს, უბრალოდ მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება სახელმწიფოს აი ეს არასერიოზულად და უპასუხისმგებლად მოექცე. იმიტომ რომ ახლა ჩვენ კარგად გვახსოვს, თქვენ იხსენებდით ამ ისტორიას და სამი თვეის შექმნილია ეს ეგრეთ წოდებული მაკოორდინირებელი სტრუქტურა და კარგად გვახსოვს, ახლა ჩვენ მაშინ უკვე პარლამენტში ვიყავით და როგორი ასე ვთქვათ, დასაბუთება მიდიოდა იმისა, რომ როგორი მნიშვნელოვანი იყო ეს სტრუქტურა. ესე იგი, მათთვის რომ მოგესმინათ, ამაზე მნიშვნელოვანი დღეს ქვეყანაში არაფერი არ იყო და იმაზე სწორი გადაწყვეტილება, რომ ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, სწორედაც რომ გენერალ მაიორ კოორდინატორი ბატონი მდინარაძე დაინიშნა, ასევე ამ გადაწყვეტილებაზე სწორი არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნებოდა და რას ხედავთ? გავიდა 3 თვე და 3 თვეში ამ თანამდებობას საერთოდ აუქმებენ და გადაყავთ ახლა კიდე ამ შემთხვევაში უკვე რეგიონული საკითხების კოორდინატორად. ეს ახლა ვინმე თუ ფიქრობს რომ რეგიონული პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, ანუ რეალურად ფიქრობთ რომ საქმე აქამდე მივა, ანუ ამ ქვეყანაში ეს პროცესი ამდენ დროს წაიღებს თუ სექტემბერში შეიძლება სრულიად ახალი ამას პარლამენტი ჭირდება და საშემოდგომო სესია მოგხსენებათ 1 სექტემბერს იხსნება და ამიტომ. მაგრამ უბრალოდ ამ ქვეყანაში თქვენ რამე სფეროს დამისახელებთ, რომელზეც ჩვენ შეიძლება სერიოზულად ვისაუბროთ და თქვათ, რომ ეს არ არის პრიორიტეტი? ესე სერიოზული სახეებით გამოდიან სამართალდამცავების სტრუქტურები, პრიორიტეტია კოორდინაცია, რეგიონები პრიორიტეტი, ჯანდაცვა არ არის პრიორიტეტი, განათლება არ არის, ეკონომიკა არ არის პრიორიტეტი, ასე რომ ყველაფერი მაშინ ამ ლოგიკით ეს კაცი ესე კახელებს შევეხმიანებით და ხაშლამასავით ესე ჩამოტარებით, კი ბატონო, თუ მეტი თავმოყარეობა არ შერჩენია ამ ადამიანს, რომ თავად თქვას, უარი ასეთ დროს, როცა არის ხო ესეთი ცნობილი ქართული გამოთქმა, სადაც არასდროს გაცლას შევს და ხა მიხვდი ხო შედალოცვილო მართლა. რომ არ არის ესე იგი შენი ადგილი, ხო ფოტოშოპი. ის ისე დრამატულად და ტრაგიკულად არის მასთან დაკავშირებით საქმე და ხა ვიცით რომ ზოგადად რეგიონების კონტროლი ხო იქ რაღაცა შესაბამისი წინასაარჩევნო პოლიტიკის წარმოება არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მომავალი წელი წინასაარჩევნო წელი იქნება, სწორედ ამაზე კეთდება. გათვლა და არც ისე მარტივად არის საქმე, როგორც მაგალითად თქვენ და თქვენი კოლეგა ოპოზიციონერები ფიქრობენ. არაფერი არ მეუთითებს ამაზე. ამიტომ ამბობდი სწორედ რომ ასე ამ ლოგიკით ყველა სფერო მნიშვნელოვანია. მესმის გეთახმებით რომ რეგიონების წინასაარჩევნო კონტექსტში მით უფრო, მაგრამ სინამდვილეში კარგად ვხედავთ რაც ხდება. ეხლა რო ამ თქვა ესეთი რაღაც თქვა თუ არ ვწდები რომ როგორი თავაწეულიც მივდივარო, აი ესეთი თავაწეული ძველი თანამდებობიდან ესეთი თავაწეული მივალ ახალ თანამდებობაზე და მოდი ეხლა ძალიან უბრალოდ თითზე ჩამოგითვლით, აი რაც ფაქტებს რა ასე ვთქვათ როგორ გითხრათ შედეგებით ასრულებს ის ამ ეგრეთ წოდებული გენერალ კოორდინატორის თანამდებობას, ხო?
აი პირველი რაც მახსენდა შეიძლება რა თქმა უნდა აქ ძალიან ბევრს ვერც ჩამოვთვლი. პირველი მალევე მახსოვს იმიტომ რომ ჩვენ პარლამენტში მაშინ გამოსვლა ქონდა და მე თქვი კიდეც ჩემს გამოსვლაში ეს რომ ამიტომ დანიშნეთ გენერალ კოორდინატორად მეთქი რომ ეს გორის ინციდენტი სულ რაღაც მისი დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში მოხდა ხო ეს უსაშინლესი უსამარცხვინოესი ფაქტი რაც მოხდა პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეს რაც პირდაპირ დასტური იყო სისტემური ძალადობისა მათ შორის პოლიციაში ის რომ 5 პოლიციელი ამ თემაზე მოკლედ კი ბატონო მაგრამ ეს არანაირად არ არის საკმარისი ეს ერთი შემდეგ ნუ სკროლვის დეპარტამენტი შექმნა ო ეს არ უნდა გამოგჩეს ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიღწევა რომელიც სულ ახლახან აგერ ჯერ სკროლვის დეპარტამენტი შეიქმნა ახლა სემატყეპის არა დეპარტამენტი არამედ რაღაც გაუგებარი დაჯგუფება ხო ორგანიზაცია ეს ქართული ღირებული ტრადიციული ღირებულებების დაცვის ასე ვთქვათ ეგიდით კი ბატონო ვინ უნდა დაიცვას ქართული ღირებულებები ეს კიდე საერთოდ ცალკე საკითხია ხო კრიმინალური ვითარება ალბათ როგორც არასდროს აი ფაქტიურად კრიმინალი არის უკვე ქვეყანაში სრულიად უკონტროლო და ნუ აი სრულიად ჭიკაიძის ფრთიანი ფრაზა ვთქვათ რომ გენიალ თუ როგორც თქვა გენიალურად არის თუ კარგად არის არაჩვეულებრივ კრიმინალი საქართველოში არაჩვეულებრივ მდგომარეობაში აი ესეთ მდგომარეობაში ტოვებს ხო და ამის ერთ-ერთი ნუ ძალიან მძიმე შედეგი 17 წლის ახალგაზრდის გარდაცვალება რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ არის შემთხვევითი მკვლელობა, არც ერთ შემთხვევაში არ არის ესეთი შემთხვევითი ამბავი, იმიტომ რომ ეს პირდაპირ უკავშირდება ასევე სისტემურ ხარვეს სამართალდამცავ სტრუქტურებს, თორე გასაგებია, რომ შეიძლება კრიმინალური შემთხვევა ყველგან მოხდეს, მაგრამ ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი ამბავი, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანს წარსულში ნასამართლებს დღეს როგორ აღმოაჩნდა ქალაქის ცენტრში ვერაზე თან ყველამ რო იცოდა ისე წესასროლი არაერთი წესასროლი არ არის ხო და რა თქმა უნდა აქ რომ სამართალდამცავი ორგანოები მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყვნენ ეს დანაშაული არ მოხდებოდა და ეს ახალგაზრდა უმშვენიერესი ადამიანი დღეს სოციალური მოწოდების სიმაღლეზე კი არა პასუხისმგებლობით რომ მოკიდებოდნენ საკუთარ უფლება მოვალეობას ანუ ამაზეა საუბარი შემდეგ გავაგრძელოთ ხო ჩამონათვალი ასევე მინდა არ შემიძლია არ გავიხსენო ჩვენს გუნდზე პარლამენტში განხორციელებული ორგანიზებული ფიზიკური თავდასხმა რომლის შემკვეთი ფაქტობრივად იყო მამუკა მდინარაძე რაც მან თავადები დაადასტურა ფაქტობრივად როდესაც გამოვიდა და თქვა და ის იყო ადამიანი რომელიც ხელშეუხებლობას და დაუსჯელობას დაპირდა ყველა იმ მოძალადეს რომელიც აი ამ ფიზიკურ ორგანიზებულ თავდასხმაში მონაწილეობდა ემა ქვეყანაში ორჯერ ჩამქრალი შუქი როდესაც შეიძლება ახლა მე ვერ წარმომიდგენია უბრალოდ ესეთი რამე როგორ შენ იყო სამართალდამცავი ხო ეხლა ესეც ხომ რა თქმა უნდა მისი სისტემის ნაწილია ხო სახელმწიფო უსაფრთხოება სათანადო დონეზე იდგეს და შენ ამის რაღაც კოორდინატორი იყო დიდი სამბით და ამ დროს ქვეყანაში ასეთი რამ ხდებოდეს და თან არავინ არ გამოდიოდეს და უბრალოდ არ ხსნიდეს ამას როგორ შეიძლება ეს თვითონ სუსმა ვიცით დაიწყო მოკვლევა მაგრამ შეეძლო ამ ეტაპზე რაღაცა პირველადი ინფორმაცია განმეორდა კი ბატონო ასე რომ აი ეს მთელი ბუკეტი, მოდი ასე ვთქვათ, ხო, ხა ეს რაც ამ გადაცემაში ესე მოკლედ რაც გაგვახსენდა რაც დღეს გვახსენდება თორემ ეხლა ხვალ შემიძლია გაცილებით დიდი სიით მოვიდე როდესაც შესაბამისი მოკვლევის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ ჩამონათვალი გაცილებით უფრო ხო და აი რა თქმა უნდა ვრცელი იქნება და თანამ სამთვეში და ეხლა ამის მერე ამ ადამიანს რო ყოფნის იმის სითავხედე პირდაპირ ვთქვათ რომ გამოვიდეს და თქვას რომ მე რაღაც თავაწეული მივდივარ და ასე შემდეგ რის გამო მაშინ მოდი ასე ვთქვათ კი ბატონო აი გამოვიდეს და თვითონ თქვას რის გამო აი ხო შეიძლება იმის არ იყოს ეს თიკარუხაძე Facebook პოსტით რო გადადგა ეხა ანუ მე ამით რის თქმა მინდა იცი აი როგორ ექცევიან სახელმწიფოს ხო ანუ მუშაობ მინისტრად ხალხმა დაგიქირავა ხო პირდაპირ ვთქვათ დაგიქირავა ხალხმა რაღაც დროებით რომ შენ მათ ემსახურო და ისე მიდიხარ ამ თანამდებობიდან რომ ერთ ნორმალურ პრესკონფერენციას არატარებ სადაც შენ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრებ და ახსნი კიდე ბევრ რამეს რატომ მოხდა როგორ მოხდა და ასე შემდეგ და რა მემკვიდრეობას პოვი ეს რა კიდევ რაზე გასაგებია ხელისუფლების დამოკიდებულება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიმართ აღარაფერს ვამბობ პერსონალურად საჯარო მოხელეებზე მაღალი თანამდებობის პირებზე თავის დროზე დიდი ქება დიდებით ამ თანამდებობაზე წარდგენილებზე და ასე შემდეგ ხომ მაგრამ აი ზოგადად რომ ვისაუბრობთ აი ამ პასუხისმგებლობის ნაწილზე
სადამდე მიდის ეს პასუხისმგებლობა მთელს აი ამ საკადრო, ამას ცვლილებები არ ქრა, ამას საკადრო დავით არაბასთან დაკავშირებით. ამაზე ვსაუბრობ ზუსტად რომ ზუსტადაც პასუხისმგებლობაზე, აი როდესაც ასე ექცევი ქვეყანას და სახელმწიფოს, რომელიც არის ჩამოშლილი, ხო? ახლა ბაბა რა უნდა დავარქვათ? აი თუნდაც აი ეს მდინარაძის кейსი რაც ხდება. ჯერ ეს სტატუსები მიანიჭო, წოდებები მიანიჭო, რა ვიცი, ორ კვირაში ერთხელ გენერალ-მაიორამდე აიყვანო კაცი, რომელიც უბრალოდ გაუგებარია დამსახურება. ანუ ამ წოდებასაც შეურაცხყოფას აყენებს. აყენებს სახელმწიფოს შეურაცხყოფას, იმიტომ რომ სრულიად დაუსაბუთებლად და გაუგებრად, კი ბატონო, ვინც იმსახურებს, ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ რატომ, რისთვის? ამას ამ საკითხს ასეთ მდგომარეობაში აყენებ. შემდეგ ქმნი რაღაც თანამდებობა, სამთვეში ისევ აუქმებ. ახალს ქმნი, ანუ ეს არის ფაქტობრივად კიდევ მეორე, აი სრულიად არასერიოზული მოპყრობა სახელმწიფოს მიმართ. რა, საიდან მოდის ეს? მოდის იქიდან, რომ დღეს რეალურად ჩვენ აღარ გვაქვს სამწუხაროდ სახელმწიფო. ამას უნდა შევაღვაღიაროთ, რომ სანამ მოცნება იქნება სახელმწიფო არ გვექნება ჩვენ, იმიტომ რომ სხვა რა ახსნა შეიძლება კონდეს იმას, რომ დღეს ოცნება ყველამ კარგად ვიცით, რომ სრულიად აკონტროლებს ხელისუფლებას, ხელისუფლების ყველა შტო საკანონმდებლოს, აღმასრულებელს, სასამართლოს მთელი ტოტალური კონტროლი აქვს სახელმწიფოზე და მაინც სჭირდება შექმნას ეს გაუგებარი, თან ამავე დროს კომიკური, მაგრამ მოძალადე, ძალადობრივი რაღაც გაუგებარი, სრულიად გაუგებარი ეგრეთ წოდებული დაჯგუფებები, ხო? ამიტომ კიდევ ვიმეორებ რომ და რაღაცა დაუწერელი კანონებით უნდა ახლა ვიღაცებმა უნდა გადაწყვიტონ საზოგადოების გარკვეული ჯგუფისთვის შესაძლოა ავტორიტეტებმა, მაგრამ ჩვენთვის პირადად სრულიად გაუგებარმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თურმე ვინ არის საცემი და ვინ არ არის საცემი. იმიტომ რომ დეპუტატი ბატონი ზარქუა გამოდის და იძახის რომ დიდი ბოდიშ შევდით თქვენ ამას და ამას თუ იკადრებთო, უნდა იცოდეთ რომ პოლიცია ვერ დაგიცავთო იმას სიტყვას სიტყვით ვიმეორებ მის ნათქვამს. ეხლა როდესაც დეპუტატი გამოდის და ამას ამბობს რომ პოლიცია ვერ დაგიცავს და ამას არავინ არ გაგიტარებს, ანუ ვითომ ხალხი ვიღაცეები არ ვიცი, არ გაგიტარებენ, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ დამფუძნებელმა ქართველიშვილი გვარი მახსოვს MMA-ის მებრძოლმა თქვა, რომ ანუ ციხეშიც კი ვართ წამსვლელი, ეს თავისთავად არის ანონსი იმისა, რომ რაღაცა კანონგარეშე მოქმედებასაც არ მოერიდებიან და ეხლა თვითონ განსაზღვროს საკუთარი ფანტაზიის მიხედვით ყველამ და წარმოიდგინოს, რაც შეიძლება ეს მრავლის მომცველი განსაზღვრება ნიშნავდეს. ზარქუა უბრალოდ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დეპუტატია და დეპუტატი ესე საჯაროდ იმასაც არ ერიდება, რომ საჯაროდ გასცეს ეს დაუსჯელობის გარანტიები მისცეს აი ესეთ ადამიანებს, პოტენციურ მოძალადეებს, რომლებიც ხვალ იძალადებენ და მე გამოვლენ ეს დეპუტატები, ზოგიერთი ყველაზე დიდი მოძალადე და ბილსიტყვაობით გამორჩეული ვიღაცას თავდებში ჩაუდგება თურმე, ვიღაცა გაამართლებს, რომელიღაც დეპუტატი იტყვის, რომ პოლიცია ვერ დაგიცავს და ესეთი ვითარება მივიღეთ და თან ამ ყველაფრის მაკოორდინირებელი ბატონი დღეს გადაყავთ კიდევ რაღაც ახალ თანამდებობაზე. სხვათა შორის მინდა გავიხსენო ლილუაშვილის მაგალითი. ამ კაცს იმის თამოყარეობა მაინც ეყო, რომ მიხვდა რომ სუსის ხელმძღვანელობიდან მისი ჩამოქვეითება რაღაც ერთ-ერთი მსხვილი სამინისტროს გან სპეციალურად მისთვის გამოყოფილ მეორე სამინისტროს მინისტრად, ეს რა თქმა უნდა იყო მისი თამოყარეობის შელახვა სავარაუდო და ამიტომ უარიც თქვა ამ ადამიანმა და ეხლა ნუ დინარაძის შემთხვევა სრულიად უნიკალური შემთხვევაა. სხვა შორის აი ხა მე მგონი სწორად მახსოვს, როდესაც მამუკა მდინარაძე სუსის ხელმძღვანელობიდან რაღაცა ახალ შექმნილ პოზიციაზე გადაიყვანეს, ხო, რომელიც მანამდე არ არსებობდა და პარლამენტი ძალიან დაეხმარა იმისათვის, რომ დაკანონებული იყო მისი თანამდებობა. მე მგონი თქვენი პარტიის პროგნოზიც იყო, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ იქეთკენ მიდის, რომ კობახიძის გავლენები ბიძინა ივანიშვილის კარზე სუსტდება და არ არის გამორიცხული, რომ იგივე ბედი მანაც გაიზიაროს. აი ეს ბოლო ცვლილება გიმყარებთ თუ არა აი ამ მოლოდინებს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კობახიძეს აქვს აღებული პასუხისმგებლობა, ხო? ანუ ეს მდინარაძეზე მით უმეტეს. და ეხა რეალურად ის რაც მოხდა ხა რა გამომეტყველებაც ჰქონდა დღეს კობახიძეს მე მგონი. ნუ აგებული მისი ხა ის მასქვია პრემიერი და მისი კადრია და მისი ინიციატივით ის გამოდის ის ასახელებს. ხა დღეს მაგალითად არაფერი არ თქვა კულტურის მინისტრის არც მოხსნაზე, არც დანიშვნაზე და ამის მარტო მამუკა ხა ყველას ჰქონდა მოლოდინი რომ რაღაც ერთ სიტყვას მაინც იტყოდა რა მოხდა კულტურის სამინისტროში. და კულტურა რა ნაკლებად მნიშვნელოვანი. სულ ცოტა ძალიან უხერხულია, იმიტომ როგორც წესი თქვენ გაიხსენეთ კიდეც როგორ მიდიან ხოლმე
ხო? მინისტრები თანამდებობიდან მით უფრო თუ ეს არის საკუთარი გადაწყვეტილებით ან რაღაცა ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული ცვლილება კი ბატონო. ყოველ შემთხვევაში ხდება აღნიშვნა მათი დამსახურების ამ თანამდებობაზე. ბოლოს და ბოლოს მადლობის გადახდა მათთვის და შემდეგ უკვე საზოგადოებისთვის მისი შემცვლელის წარდგენა. აი ამით დავასრულებ ამ თემაზე საუბარს. ანუ ეს არის მორიგი დასტური იმისა, რომ არც ერთი მინისტრი, არც სახელმწიფო მინისტრი ახლა რასაც შეუქმნეს ამ დინარებზე, არც ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი არ არის რეალური თანამდებობის პირი. ისინი არიან მხოლოდ ერთი ადამიანის მომსახურე პერსონალი, რასაც უბრძანებს ეს ადამიანი, მზად არიან გააკეთონ ის. და უბრალოდ არც იმის ავტორიტეტი აქვს, არც იმის გამბედაობა აქვს, რომ თუ ეს ბრძანება არის არაკანონიერი და არასწორი, უბრალოდ შეეწინააღმდეგო მაინც ამ ადამიანს. აი კობახიძესთან დაკავშირებით მაინტერესებს შეიძლება ინფორმაცია გაქვთ, იმიტომ რომ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც გაქვთ კულუარული ინფორმაცია ან შესაძლებელია ეს რაღაცა თქვენი მოლოდინების და აღქმების შედეგი, ანუ გაქვთ მოლოდინი, რომ მალე კობახიძე შეიცვლება და შესაძლებელია მისი შემცვლელი უკვე შერჩეული იყოს. ამის ყველანაირი საფუძველი არსებობს ჯერ კიდევ დიდი ხანია. თქვენ კარგად გახსოვთ ერთ-ერთი სატელევიზიო დებატის მეორე დღეს როგორ გამოვიდა ბატონი კობახიძე და 27-ჯერ თუ 28-ჯერ როგორ ახსენა ბატონი ივანიშვილი და ნუ ეს იყო მე მგონი პირველი სიგნალი იმისა თუ რა ბედი ელისმას, ახლა ეს დროის ამბავია, ახლა ამ შუა ზაფხულში შეიძლება ეს არ მოხდეს, მაგრამ რა თქმა უნდა შემოდგომისთვის ყველანაირად არის მომწიფებული, რომ ეს ცვლილება მოხდეს, მაგრამ თავარი უბედურება რაშია, იცით, რომ არანაირი აზრი არ აქვს ამ ცვლილებას. არანაირი თქვენ რა გონიათ, ახლა კობახიძე წავა და ვინმე უკეთესი მოვა? სანამოცნება იქნება, რა თქმა უნდა, და სანამოცნებას არ გაუშვებთ ოპოზიციაში. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ არაფერი არ შეიცვლება. პირიქითაც შეიძლება მოხდეს ფათაშორის. ასეთი აი თვალის ამხვევი, მოჩვენებითი რაღაცა პროგრესული ნაბიჯი შეიძლება კიდევ ერთი ხრიკი აღმოჩნდეს პროპაგანდის ხელში და ოცნების რეჟიმის ხელში, რომ ხალხს რაღაცა მორიგი იმედი მისცენ, რომ კიდევ რაღაცა შეიძლება შეიცვალოს. რა ხრიკი, მხოლოდ ასე ვთქვათ, სამთავრობო ცვლილებები თუ რაღაცა გაცილებით უფრო მეტი, აი თუნდაც შეგრძნებთ დღეს მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა და ესე როგორ ქვია ამას ოპერაციოდ დაადანაშაულა ვიქტორ ყიფიანი და მისი ახლად დაფუძნებული ჯერ საქართველო, რომ ისინი რეალურად ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოგოვრებული ოპოზიცია არიან და არავინ არ უნდა შეიყვანოს მათმა ინიციატივებმა და ფინანსურმა რესურსმა რეალურად არავინ უნდა მოხიბლოს. რას ფიქრობთ ამ თემაზე? იცით რას ვფიქრობ? ეხა ყიფიანის პარტია ახლად დაფუძნებულია და თავისთავად გამოჩნდება რეალურად ამ პარტიის გზაც და სტრატეგიაც და ტაქტიკაც და ამაზე მეცნიერებით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ აი მიხეილ სააკაშვილს კი ნამდვილად მინდა თქვენი ეთერი თუ კითხო. შემდეგი რა, რომ აი სრულად გაუგონარი და აბსოლუტურად არასამართლიანი წესი რომ მიიღო ოცნებამ და რომ შეზღუდა სასამართლოს სხდომებზე ვიდეო ჩაწერა. როგორ ახერხებს? ამაზე სხვათაშორის მიიღეთ უკვე პასუხი ანა წითლიძისგან, სააკაშვილისგან არა, მაგრამ ჩამოვიდესო მათი ლიდერიცო, ჩაჯდესო. არავინ არ ეკითხება და არც მას არ ექნება შეზღუდული ვიდეო გადაღების შესაძლებლობა და პოლიტიკური სიტყვით გამოსვლის უფლება. ჯერ ეგეთი ანა წითლიძის გადასაწყვეტი არ არის, ვინცაც ჩამოვა და როდის ჩამოვა, ეს ერთი და მერე მეორე, კიდევ ვიმეორებ, დღეს არც ერთ პატიმარს, მათ შორის პოლიტიკურ პატიმარს არ აქვს იმის საშუალება, რაც აქვს სააკაშვილს. როდესაც სააკაშვილი ამაზე საუბრობს და სხვა საბრალებს კიდევ ვიმეორებ, საერთოდ არ ვლაპარაკობ ახლა ყიფიანზე და კიდევ ვიმეორებ, თქვი რომ ჯერჯერობით უნდა დავაკვირდეთ ამ პარტიას, ახლა ერთისთვის შექმნილ პარტიაზე, მე ხა წინსვლებით ვერ ვისაუბრებ, მიუხედავად იმისა, რომ მეც მიჩანს ეჭვს ამ პარტიის თავმჯდომარის ადვოკატობა ივანიშვილის, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ჯერ თავად ახსნას ივანიშვილის ნებართვის გარეშე როგორ ხდება დღეს შესაძლებელი ყოველი სასამართლოს სხდომის საკუთარი პარტიული და პოლიტიკური დღესასრიგისთვის გამოყენება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენმა მხარდამჭერმა ჩუმად მეორე შემთხვევაა ეს კანონდარღვევით გადაიღო როგორც წითლიძე ამბობდნენ რომ კითხე ხო ეს შეკითხვა თქვენს გარდა სხვებსაც უჩნდებათ ხო მეორე შემთხვევა ჩვენ ისით რომ ხა ორი სრულიად შეთეთქმული საქმე არის აღძრული გიორგი ახარიას მიმართ და ერთ კვირაში ხან ჩორჩანას საქმეზეა სასამართლოს სხდომა და ხან 20 ივნისის და დავდივართ ყველანი იქ და 5
წუთით რო დავაგვიანოს ხტომაზე, უბრალოდ სტომატე დარბაში არ მეშვებენ, ისეთი წესრიგია და ხა თქვენ რას მეუბნებით, რომ იქ ახლა ვიღაცა თან ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ვიღაც იღებს, სხვათა შორის რაკურსის ერთი და იგივეა აბსოლუტურად და იმას მოსამართლე და მანდატურები ვერ არჩევენ, მანდატურები რომელმაც გუში რა დღეში ჩაყარეს ეს ხალხი კარგად ვნახეთ, ხო? ასე რომ ეს მნიშვნელოვანი შეკითხვაა, ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა და სანამ ამ კითხვას კარგად პასუხს არ გასცემს ბატონი სააკაშვილი, იქამდე სხვის რაღაცა ივანიშვილის ფარველობაზე ნუ ისაუბრებს, იმიტომ რომ უბრალოდ გამორიცხულია, რომ მან შეძლოს აი ესეთი საკუთარი, ასე ვთქვათ, ვიდეოების გავრცელება, სწორედაც რომ მოცნების მწვანე შუქის გარეშე. და ეს გამოსვლები კიდევ ვის ემსახურება და რას ემსახურება? და ვის ქვილზე ასხამს წყალს? ხო, აი რა ხელს აძლევს ქართულ ოცნებას. თანაც ახლა ამას რომ თქვენ ხედავთ და ამჩნევთ, ხო, თქვენს გარდა ხომ სხვებისთვისაც ძალიან თვალნათელია, რომ მაგალითად მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს ხდომებზე თანაც პოლიტიკური გამოსვლების, ვიდეო გადაღების შესაძლებლობა და შემდეგ გავრცელების შესაძლებლობა ეძლევა, რაც არ ხდება სხვა, ასე ვთქვათ, პატიმარი პოლიტიკოსების შემთხვევაში. აუცილებლად მინდა ვთქვა, რადგან სწორად რომ გავიდეს ინფორმაცია, რომ მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ზოგადად ამ სრულიად ავტოკრატიული და არადემოკრატიული ცვლილების, რაც მიიღო ოცნება. მაგრამ აქ ამაზე არ არის საუბარი, მე ვსაუბრებ რამდენად თანაბარ პირობებში, გამონაკლისი, რატომ არის მიხეილ სააკაშვილი? ხო და რაში აძლევს ხელს ქართულ ოცნებას, აი რატომ სააკაშვილის ქართული ოცნების უმძაფრესი კრიტიკა ისმის მისი გამოსვლებიდან. სააკაშვილის კრიტიკა არ აშინებს ოცნებას. ოცნებისთვის სააკაშვილი არის ფაქტორი, რომლის წყალობით ოცნება იგებს ყველა არჩევნებს. ოცნება პირდაპირ ვთქვათ დგას მიშას ფაქტორზე. ოცნება დგას ნაციონალურ მოძრაობაზე. ეს არის რეალობა და თუ დააკვირდებით იმ კონტექსტს, იმ შინაარსს, რა შინაარსაც ავრცელებს ბატონი სააკაშვილი, სრულიად შეუზღუდავად აბსოლუტურად არათანაბარ პირობებში განსხვავებით სხვა პატიმრებისგან. ნებისმიერი მომენტი, როდესაც იძაბება სიტუაცია, სააკაშვილის ნებისმიერი გნერავთ პოსტი აიღეთ, გნერავთ მისი ეს რაღაცა ვიდეო გამოსვლები ამ შემთხვევაში აიღეთ, ყოველთვის ასხამს ოცნების ესკულზე წყალს. ის პირდაპირ რა თქმა უნდა, ხომ კაცრი იქნება და რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით, ასე ვთქვათ, ის იქნება კრიტიკული, მაგრამ ამას არ აქვს. მეტი რაკნას მოუწოდებს სრულიად ოპოზიციას, რომ გაერთიანდეს. აქ ნიუანსებია ემა, ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსები, თუ არ გვაქვს ჩვენ ამის საშუალება, რომ თითოეული მისი პოსტი გავშიფროთ და თუ ამ თემას დაუთმოთ თქვენ ყურადღებას, დამერწმუნეთ, რომ თითოეული მისი გამოსვლა და მისი პოსტი, რომელიც ასევე ძალიან ხშირია, ასევე სხვა პატიმრებისგან განსხვავებით, ყოველთვის ემსახურება ოცნების პროპაგანდის უხარს. მაინც კითხავთ თქვენ თქვით, რომ ჯერჯერობით არ არის საკმარისი ის ინფორმაცია, რომელიც მოდის ჯერ საქართველოს და მისი ლიდერისგან იმისათვის, რომ თქვენ შესაბამისი დასკვნები გააკეთოთ, მაგრამ რაც ვიცით, რასაც უკვე მოყვა გამოხმაურება, გულისხმობ ინიციატივას ოპოზიციური კოორდინაციის თაობაზე, თავისუფალ არჩევნებთან დაკავშირებით და შემდეგ რაღაცა დიალოგის დაწყების შესაძლებლობა ქართულ ოცნებასთან, რასაც ელენე ხოშტარია გამოეხმაურა კიდეც ციხიდან და თქვა, რომ ნამდვილად ასე არის, ანუ ყველა უნდა გავერთიანდეთ სწორედ აი ამ შესაძლებლობის მოსაპოვებლად, რომ როგორ ხარ, თავისუფალი არჩევნები გამარჯობა, თავისუფალი არჩევნები და ასე შემდეგ. ნახეთ, ეს აქ არის ორი ასპექტს მინდა შევეხო. პირველი, მოდი ყველას მოუწოდებ, როგორც ბატონი ვიქტორ ყიფიანის პარტიას, ასევე ყველა სხვა სიტყვა გაერთიანებასთან, ცოტა ფრთხილად ვიყოთ. ფრთხილად იყვნეთ, იმიტომ კი არა, რომ ამაში რამე ცუდია. არამედ იმიტომ, რომ რამდენჯერაც დაიწყო საუბარი გაერთიანებაზე, იმდენჯერ დადგა სრული იმედგაცრუება. ტოტალური იმედგაცრუება და ეს იმედგაცრუება ხშირ შემთხვევაში უფრო დამაზიანებელია, ვიდრე ამ გაერთიანებით შექმნილი მოლოდინები. და ამაზე მით უმეტეს პოლიტიკოსები განსაკუთრებით ფრთხილები უნდა იყვნენ, ეს ერთი. და მეორე, ბოდიში, მაგრამ საერთოდ აქ ინიციატივა თქვით თქვენ და რა ეს ვინმეს თუ ჩვენთვის მაგათაც ეს არ არის ინიციატივა. ჩვენ არის. ხო, ამაში სიახლეა რამე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის რო ვიბრძვით, ამაში სიახლეა და ხო ვიქტორ ყიფიანისგან გავიგეთ. ერთობლივი რა, ხო და ამიტომ ამბობ. ძალისხმევაზე არის აქ საუბარი. ერთობლივი ძალისხმევა რა ფორმატით? არის მზად ოცნება დიალოგისთვის? აი რისკენ მოგვიწოდებენ კონკრეტულად რას გულისხმობენ გაგვარკვიო მაშინ თორე ჩვენ კარგად გახსოვთ თქვენ
პირველი პოლიტიკური პარტია ვიყავით, ვინც თორსე მეორე დღეს პირადად გიორგი გახარია გამოვიდა და ის 6 პუნქტი ქონდა ჩვენ გაწერილი, რასაც ვითხოვდი და ეს ზალაშია ეს მოთხოვნა დღემდე. და ჩვენთვის ახლა ვინ-ვინ და ჩვენ კარგად ვიცით არჩევნების მნიშვნელობაც, ფასიც და მიუხედავად იმ არათანაბარი და არა ასე ვთქვათ სწორი პოლიტიკისა და ვითარებისა, ჩვენ ყოველთვის მივდიოდით არჩევნებში და ნორმალურშიც ასე ვაპირებთ. ჩვენთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი. მოკლედ თქვენ დეკლარირებული გაქვთ, რომ იქნება ეს თავისუფალი სამართლიანი თუ არსებული პირობებით ჩატარებული, თქვენ ყველა შემთხვევაში მონაწილეობთ არჩევნებში. იმიტომ რომ ჩვენ რეალობას უყურებთ, იმიტომ რომ ჩვენ რეალური პოლიტიკისები უწოდა სხვა შორის სააკაშვილმა თავის ბოლო განცხადებაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხზე ეს საჯარო დისკუსიას. ნახე, ამას ჩვენ ამიტომ კი არ ვაკეთებთ და ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვინდა ან ვინმეზე ნაკლებად გვესმის სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა. უბრალოდ იმიტომ, რომ დღეს ამისთვის არანაირი მზაობა, ეხლა ვიქტორ ყიფიანის პარტია, ერთი თვის დაფუძნებული პარტია დღეს რომ ამაზე საუბრობს. და ხვალ რომ ოცნებას არანაირი რეაგირება ამაზე არ ქონდეს, ამ იმედ გასრულებაზე პასუხისმგებლობას იღებს თუ არ იღებს. ამ საუბარზე და ვითომ დიალოგზე გაცილებით მნიშვნელოვანი არის ჩვენი ყოველდღიური ბრძოლა და ჩვენი ყოველდღიური ბრძოლის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ნაწილი ბუნებრივად არის სამართლიანი არჩევნებისთვის და სამართლიანი წესებისთვის ბრძოლა. ამას არ ჭირდება რაღაც დამოუკიდებელი შეფუთული კამპანია, როგორ ვიბრძოლოთ საარჩევნო გარემოსთვის. და ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი იმა ვასრულებ არის ის, რომ ოცნების ელექტორატთან გამოვნახოთ ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, კავშირი. ეს ხალხი დავარწმუნოთ, რომ ოცნებისთვის ხმის მიცემა აღარ შეიძლება. გავიხსენოთ უნგრეთის მაგალითი, როგორ მოახერხა მაგიარმა ორბანის პირობებშიც კი ისეთი ავტოკრატიული რეჟიმის პირობებშიც კი როგორიც იყო ორბანი, 70%-იანი უპირატესობის მოპოვება. თორემ კიდევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, თავარი ამოცანაა სამართლიანი წესები. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ ავტოკრატიული რეჟიმია და იმას არანაირი მზაობა არ გააჩნია, ვინ ახლა მდინარაძე წამოვა სამართლიან წესებზე? თუ ვინ წამოვა კობახიძე თუ ვინ? და შენ უნდა გახდე ჯერ სათანადოდ ძლიერი იმისთვის, რომ ოცნებას უკან დაახევინო. და ამაზე ჯობია კონცენტრირდეს ყველა პოლიტიკური პარტია და ეს გაცილებით რეალისტური და ეფექტური გზა არის, ვიდრე ახლა აქ რაღაცა ფილოსოფიური საუბარი, თურმე როგორი მნიშვნელოვანია სამართლიანი არჩევნები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის. მადლობა გიორგი შარაშიძე, პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენთან ერთად. ხანმოკლე რეკლამა და რეკლამის შემდეგ უკვე გიორგი სიორიძე, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი შემოგვერთდება. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში და სხვა შორის ახლა სარეკლამო დრო გამოვიყენე იმისათვის, რომ უკეთ გავრკვეულიყავი რა ახალი საკადრო ცვლილებები დაგვიანონსა ირაკლი კობახიძემ. ახლა აღმოაჩინა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონული სამინისტროსგან ცალკე ყოფილა და ზოგადად კიდევ ერთხელ მივხვდი ქართული ოცნების საზიანოთ რა ნეგატიური შედეგები მოაქვს მის კომუნიკაციას და ესეთ გათიშულობას მედიასთან, რაც არ დადიან ეთერში ჩვენთან სტუმრად, რეალურად მაღალი თანამდებობის პირების მინისტრების სახელები და გვარებით შეიძლება ვერ ჩამოგითვალოთ. აღარაფერს ვამბობ იმ უწყებებზე, რომელსაც ისინი ხელმძღვანელობენ და იგივე სიტუაციაა სხვათა შორის მათ დეპუტაციასთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ კომუნიკაციის ნაკლებობა მედიასთან რეალურად მათ ცნობადობასაც ამცირებს საზოგადოებაში, განსაკუთრებით იმ აუდიტორიაში, რომელიც კრიტიკულ და არაპროსახელისუფლებო არხებს უყურებს. მოკლედ, რომ არ წავიდე შორს ამ თემის განხილვაში, როგორც გავარკვიეთ, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და ამ თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს, თუმცა ამავე დროს ის ვიცე პრემიერის მოვალეობას შეასრულებს. კიდევ ერთხელ შეგვახსენია დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ, რომ ის იკავებდა სამართალდამცავი ორგანოების საკითხების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა რაღაცა ამ 3 თვეში სრული გადატრიალება მოახდინა კოორდინაციის თვალსაზრისით, აი ამ ძალოვან უწყებებს შორის. ალბათ ეს მალე შედეგებში გამოჩნდება და ჩვენთვისაც მოკვდავებისთვის თვალხილული იქნება. ამიტომაც გადაწყდა, რომ ეხლა სადაც მოკლედ უმნიშვნელოვანესი გამოწვევა უდგას ქართულ ოცნებას, სწორედ გადაიყვანონ ამ მენეჯერული უნარების მქონე ვირტუოზი
და ეს არის ახლა მოკლედ მათი თქმით რეგიონული პოლიტიკა. და ის პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე და სწორედ ამის ის განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავოს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერიო და ამასობაში საქმეს ჩახედული კარგად გარკვეული ადამიანები წერენ იმასაც, რომ რეგიონებს რა თქმა უნდა საკუთარი ხელმძღვანელები ჰყავთ, სულ ცოტა 9 კოორდინატორი უკვე არსებობს რეგიონებში, ესენი არიან გუბერნატორები და ეხლა გუბერნატორების კოორდინატორი მინისტრის ახალი თანამდებობა შეიძლება შემოაქვს ქართულ ოცნებას. გიორგი სიორიძე, ლელუძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. მოგესალმებით, გიორგი, მადლობა დაცემაში მონაწილეობისთვის. ალბათ თქვენ რომ დღეს ბრიფინგს მართავდით თინათინ რუხაძის კულტურის მინისტრის პოსტიდან წასვლასთან დაკავშირებით, ვერც კი წარმოიდგენდით, რომ დღის ბოლოს უკვე სხვა საკადრო ცვლილებაზე მოგიწევდათ კომენტარის გაკეთება. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თავისუფლება სინდისის პატიმრებს, ასე იცვლება ქართული ოცნების მთავრობაში ბიძინა ივანიშვილის კარზე თანამდებობის დამკავებელი პირები იცვლებიან, ასეთი კარუსელები ტრიალებს. მე შეიძლება ძალიან მალე თქვენთან ერთად რამდენიმე დღეში იქნება თუ რამდენიმე კვირაში კიდევ სხვა ცვლილებებიც მოვისმინოთ, არ ვიცი, შეიძლება ხო? ანუ გაკეთდა გარკვეული პროგნოზი, ის არა მხოლოდ პროგნოზი, ანუ ფაქტობრივად დარწმუნებით საუბრობენ თქვენი თქვენი კოლეგა ოპოზიციონერები, რომ იგივე ბედის გაზიარება მოუწევს ირაკლი კობახიძეს, ანუ ეს მარყუჟი სულ უფრო ვიწროვდება მის გარშემო. ანუ ამას გულისხმობთ? დიახ, ეს ხომ ძალიან ლოგიკური რამ გახლავთ, ხო? სხვებით შეიძლება ვნახოთ მანამდე, მაგრამ ყულფი ვიწროვდება კობახიძის გარშემო. ფაქტია ახლა, რომ როგორ განცხადებებს აკეთებინებენ, როგორ პოლიტიკურ ნაბიჯებს ადგმევინებენ, ხო? ახლა ვინ არის იმის მიამიტი დაიჯეროს, რომ კობახიძე ახლა თვითონ ასეთ რაღაცებს ხლართავს და ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს. აი, მოდი მარტო ფაქტებს რო შევხედოთ, ქალბატონო ემა. დავიწყოთ მამუკა მდინარაძით. რამდენიმე თვის წინ ჯერ კიდევ ეს კაცი პარლამენტიდან გაუშვეს სუსში. იქ სუსში ვინც იყო ხელმძღვანელი 4 თვით სულ რო იყო ბატონი იოხანაშვილი, თურმე მას ძალიან დიდი მიღწევები ჰქონია ამ ხელა უწყებაში. და ახლა გადაიყვანეს უმცროსი ლეიტენანტი მდინარაძე, რომელსაც ჰქონდა უპრეცედენტო სვლა კარიერულ კიბეზე წოდებების თვალსაზრისით, ხო? უმცროსი ლეიტენანტობიდან რამდენიმე თვის თავზე გახდა გენერალ-მაიორი. თან ამ საფეხურებს ზოგიერთ შემთხვევაში საფეხურიდან საფეხურამდე გადიოდა ხოლმე ერთ დღეში. აი მართლა ერთ დღეში, ეთყობა იმ ერთ დღეში რაღაცა განსაკუთრებული გმირობა ჩაიდინა მდინარაძემ, რომ ესე დაიმსახურა დაწინაურება. ნუ ეს უკვე ხო სასაცილო არის ყველას თვალში. ჩემი აზრით, როდესაც შენ თვითონ გაწინაურებ, რაღაცა სირცხვილის გრძნობა უნდა გაგაჩნდეს, რომ მთელი ქვეყნის დასაცინი არ უნდა გახდე, უმცროსი ლეიტენანტი რო ხარ, მე რაღაც უფროსი ლეიტენანტი გახდები, რაღაც კაპიტანი, მაიორი და ბოლოს გენერალ-მაიორის ჩინს მოგანიჭებენ და იმავე საღამოს გაწოვებინებენ თანამდებობას. ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე არის საუბარი, კანონმდებლობითაც ეს არის მონოლითური უწყება, რომელიც მთელს სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, შიდა უსაფრთხოებაზე, გარე უსაფრთხოებაზე პრაქტიკულად არის პასუხისმგებელი. თუმცა ამავე უწყებას დაავალეს, რომ ფასებიც ეკონტროლებინა, კიდევ ერთი დაცინვა და სირცხვილი. შემდეგ გადაჰყავთ მთავრობაში, უბრალოდ პერსონალურად დასჭირდათ დინარაძე ფორმალურ პოლიტიკოსად, იმიტომ რომ მაინც კანონმდებლობის მიხედვით სუსის უფროსი პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ის არ არის შინაგანად, მაგრამ შეზღუდული არის თუნდაც პოლიტიკურ პოზიციონირებაში და მმართველი პარტიის პოზიციების გაჟღერებაში. დასჭირდათ ახალი, უბრალოდ კარგად დავიწყებული ძველი სპიკერი, ფაქტია რომ ის ახალი თაობის სპიკერები რომ გამოჰყავთ პარლამენტის ტრიბუნაზე ვერ ასრულებენ იმ ფუნქციას, ვერ ამთხევენ საკმარისად ღვარძლს, თუნდაც აი ყველაზე ორთოდოქს ქოცებში ვერ იწევენ შესაბამის ნდობას, ესე მარტივი არ არის, ხო? ახალგაზრდა
ხო, დექრება ხა რეგიონებში ჭირდებათ ასეთი როგორც ამბობენ დამრტყმელი პოლიტიკური ძალა. რომელ რეგიონებში ქალბატონო ემა საერთოდ რომელ საჭიროებაზე არის საუბარი რაღაცა კოორდინაციის და რეგიონული განვითარების, ხა მდინარაძემ უნდა ამის ეფექტურობა გააუმჯობესოს, ერთი ძალოვან უწყებებს შორის კოორდინაცია გააუმჯობესა ორ თვეში თუ რავი რამდენი ხანია, რამდენიმე კვირა აქ არის. და ძალიან მაინტერესებს ამას რო ამბობს ახლა კობახიძე. აი ისევ კობახიძეს დაუბრუნდეთ, ხო, თქვენ თავად ბრძანეთ. კობახიძე იძახის, რომ გჭირდება ძალოვან უწყებებს შორის კოორდინაცია და ამისთვის მე მჭირდება დინარაძე, ძველი გამოცდილი კადრი, საჯარო მენეჯერი, რომელმაც თურმე აყლავა სუსი 4 თუ 5 თვეში, თუ 6 თვეში. და ამავდროულად იძახის, რომ ხო, ну ჯერ ბიუჯეტი არ სჭირდებაო მას სახელმწიფო მინისტრის პორტფელო მინისტრის პორტფელი მოუგონეს. ну თავარია მისთვის სტატუსი მიენიჭებინათ, რომ ვიცე-პრემიერია, ანუ ეს სტატუსები მნიშვნელოვანია, ხო, თან გენერალმა ახლაც უნდა რჩუნდება. ხო, სტატუსი უნდა რჩუნდება. გადაადგილების მიუხედავად. ანუ რა თქვა, რომ აი დინარაძე მნიშვნელოვანი პირია მთავრობაში. ეხლა პარლამენტში უკან ვერ შეაბრუნებდნენ, ხო, გადმოიყვანეს. მანამ სანამ პრემიერის თანამდებობაზე კობახიძეა და მაინც არ მითხარით, აი რა გაძლევ. მოგახსენებთ. აი მივყვეთ და შეიკრება ეს ლოგიკური ჯაჭვი, ხო? მუდმივი არაფერი არის ბიძინის ქვეშეთში ქალბატონო ემა, ბუნებრივია. მაგრამ კობახიძე ანუ თავის თავს კი არ ეწინააღმდეგება, იდეაში უსვამს თავის მართვის, თავისი მენეჯმენტის არაეფექტურობას ხაზს. ანუ თუ ძალოვან უწყებებს მისსავე პირობებში 2024 წლიდან გახლავთ პრემიერ-მინისტრი, ხო? ამ ორ წელიწადში თუ ძალოვანი უწყებები საკმარისად და სათანადოდ არ კოორდინირებდნენ ერთმანეთთან და თუ საჭიროება გახდა აი ძველი კადრის, ძველი ბოლშევიკის გადმოყვანა დინარაძის, ეს ისევ კობახიძის მინუსია, ხო? ეს როდესაც დანიშნა. გადის რამდენიმე კვირა და ამბობს, რომ მან ეს მისია შეასრულა, ანუ ახლა გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე მდინარაძემდე იყო თურმე, ანუ ის რაც კობახიძემ ჩააფლავა, მისივე სიტყვებით, ხო, ლოგიკურ ჯაჭვს რო გავყვეთ. რაც კობახიძემ ჩააფლავა, ორ თვეში გააუმჯობესა მდინარაძემ და უკვე ეს აიყვანა ისეთ დონეზე, რომ ამას აღარ სჭირდება მეტი გაუმჯობესება, ხო, ის სტატიკურად შეინარჩუნებს უკვე ახალი სტანდარტი დადო მდინარაძემ, ახალი თამასა ასწია და აი ეს საოცარი მიღწევა ახლა სხვა მიმართულებით უნდა გადართონ, რეგიონული განვითარების მიმართულებით. ანუ რეალურად ერთადერთი სიახლე ეგრეთ წოდებული ნიუსი ჩვენ რაც გავიგეთ, იყო რომ დინარაძის ინიციატივით შეიქმნა ძალიან კარგად შერქმეული სახალხო მეტყველებაში სკროლვა სკრინვის სამმართველო. სიძულვილის ენასთან ბრძოლის ერთი შეხედვით სერიოზული შედეგები დადო. სერიოზული. მან თქვა ძალიან მნიშვნელოვნად არის შემცირებულიო სიძულვილის ენის გამოყენება ესეთ საჯარო ვირტუალურ სივრცეში. ერთი ესეც მაინტერესებს აი ამ სიძულვილის ენის შემცირება ძალოვანი უწყებების კოორდინაციასთან საერთოდ რა შემხებლობაშია, მაგრამ აი ამასაც თავი დავანებოთ. ეს სამმართველო პირდაპირ მოხდა გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების განცხადების ფორმატში, ხო? სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ეს უთხრის ძირს სიტყვის თავისუფლებას, შემაშფოთებელია. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის დგას სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერ მხარეს და ამავდროულად არის ნათქვამი, რომ თუ მართლა ვინმეს გინდათო სიძულვილის წინააღმდეგ, ენის წინააღმდეგ ბრძოლაო, ამას უნდა უშველოთო მეტი სიტყვის თავისუფლებით და არა იძულებითი დუმილითო. მორჩა განაჩენი გამოტანილი არის, ხო, შეფასებული არის უკვე. აი ამ ყველაფრის ფონზე დინარაძე ახლა კვლავ სახელმწიფო მინისტრი იქნება, კვლავ ვიცე-პრემიერი იქნება და სექტემბრიდან უკვე რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელსაც 133 მილიონი ბიუჯეტი აქვს სხვათა შორის, გაუქმდებაო და დაექვემდებარება მდინარაძეს. რა მოასწრეს, ერთი ძალიან მაინტერესებს, ორ თვეში თანამშრომლების გაცნობას ვერ ასწრებენ ხოლმე დიდი უწყებების ხელმძღვანელები. თურმე ამათ გააკეთეს ანალიზი
ეს რეგიონული განვითარების სამინისტრო გახსოვთ რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან არის გამოყოფილი, ახსენეთ ხო თქვენს შესავალ სიტყვაში. ეხლა ამას აუქმებენ, აქ არც გულედანზე არის საუბარი, არც სოხაძეზე. ესენი ხო მეორე ხარისხოვანი ფიგურები არიან ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე, ხო? და ახლა ესეც დამცინავია, რომ სახელმწიფო როგორ ფუნქციონირებს, ხო სახელები და გვარები ჰქვია. ამის გამო კანონებს ცვლიან, ამის გამო სამინისტროებს აუქმებენ, ამის გამო სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებს აფუძნებენ და ეს ყველაფერი ვიზემეტყველებს ცუდად, რა თქმა უნდა კობახიძეზე და ძალიან ჰგავს ეს იმ პრელუდიას და იმ შემამზადებელ სამუშაოს, რომ აი გაგაბითურებ. შენ ხარ ფორმალურად პრემიერ-მინისტრი დღეს, ხო? ყველაფერი უბედურება, რაც მოხდა ბოლო პერიოდში. დაწყებული მეორე რუსული კანონიდან, მანამდე კი ბატონო, ხო? მანამდეც უმრავლესობის ლიდერი გახლდათ და პარტიის თავმჯდომარე პირველი რუსული კანონის დროს. მერე მეორე რუსული კანონი. მერე მისი განცხადება ისტორიული, ოღონდ სამარცხვინო ფურცლად შესული 28 ნოემბერი 2024 წლის. ყველაფერი ის, რაც მოხდა დარბევები, ტიტუშკები და ასე შემდეგ, თლიანად გაწყვეტა ყველა ხიდის, ყველა ძაფის დაწვა და ხიდის დაწვა დასავლეთთან, ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს ყველაფერი იმის ჩათვლით, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ჩათვლით, ესეც არ უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, ქალბატონო ემა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მისი წინამორბედი გახლდათ, რომელსაც ესე გვერდით დაჰყვებოდა, რომელსაც ზედამთვარე ამოსდიოდა საჯარო კომუნიკაციაში მაინც, ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, ხო? და იყო მათი ელჩი თუნდაც საკუთარ ამომრჩეველთან, ხო? ეს კაციაო, მთავარი კაციო ამბობდნენ და თურმე აღმოჩნდა, რომ ჩაფლული არის სისტემურ კორუფციაში, თურმე აღმოჩნდა გუნდის მოღალატე, ისევე როგორც სხვები. ეხლა პრემიერ-მინისტრი ყველაზე დიდი ფიგურა არის და სუსის უფროსი, რომელზეც იდგა რეჟიმი და არა მარტო რეჟიმი, ამბობდნენ, რომ ესეთი სუსი ყავს და ამდენი წლის განმავლობაში თურმე ვის ხელში ყოფილა ქვეყნის უსაფრთხოება, რეალურად არა ქვეყნის, არამედ ქართული ოცნების უსაფრთხოება. და ეს ყველაფერი ხომ შეეხოცება ირაკლი კობახიძეს, ეს ხომ მისი სირცხვილია, ეს ხომ მისი ბუტაფორიად გამოყვანაა. და ძალიან დიდი დარტყმა არის მისთვის, რაც არ უნდა, როგორი სახითაც არ უნდა ისაუბრონ საჯაროდ ბრიფინგებზე. მე არ მინდა მარჩიელობა, მაგრამ ძალიან ლოგიკური არის ჩემი აზრით ამ ფაქტთან ურთიერთშეკავშირებით, რომ ეს დასკვნა გამოვიტანოთ. ან თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია მათაც, ანუ ამ როგორ თქვა ამ თაობ ქართული ოცნების ამ თაობამ ძველების ბედი გაიზიაროს თუ უბრალოდ ესე დაგვეკარგონ თვალთახედვის არედან სხვა შორის დღეს ბევრმა მოიკითხა უკვე სად არის ანრი ოხანაშვილიო ანუ შესაძლებელია რომ უბრალოდ ესე უგზო უკლოდ გაუჩინარდნენ საჯარო სივრციდან თუ მაგალითად გვაქვს პრეცედენტი როდესაც ყოფილი მაღალჩინოსნები საკმაოდ მძიმე ბრალდებებით საპატიმროს შესხედა. ყველანაირი პრეცედენტი გვაქვს რა თქმა უნდა. ზოგი უბრალოდ გაუშვეს, ზოგი გადაიყვანეს სხვაგან, ზოგი ბიზნესში წავიდა თითქოს, ზოგი საერთოდ ქვეყნიდან წავიდა, ზოგი ციხის კარს გაუყენეს ციხის გზას, ხო? ყველაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რაც სიმართლე რო გითხრა, რომ მწყინს მეთქი, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ვერანაირად ვერ იქნებიან მოსვენებულები, მოგატყუებთ. ნამდვილად არ მწყინს, მაგრამ როდესაც რეჟიმს ემსახურები, უნდა კარგად გესმოდეს, რომ ყველაზე მართლა გაზრდილი და ერთგული ვინც ყავდა ბიძინა ივანიშვილს, ვინც დასაწყისიდანვე მოჰყვებოდა ირაკლი ღარიბაშვილს გულისხმობ. და თუნდაც ლილუაშვილს გულისხმობ, რომლებიც აი ქართულ ჯგუფიდან და ქართულ ბანკიდან მოჰყვებოდნენ მას, ხო? სად არიან დღეს? და ისინი თუ იქ მოხვდნენ, ყველა შეიძლება იქ მოხვდეს. ასე რომ ის კომფორტი, რომელიც აი ამ ფუფუნებაში ჩაფლულ ადამიანებს, აი იმ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან, დოღი აქვთ პირდაპირ, როგორ გაყვლიკონ ხალხი და როგორ ტენდერები დაალაგონ და გაიყონ სხვადასხვა სქემებით, ბიუჯეტის ფული, გადასახადების გადამხდელთა ფული, ის ფული, რომელიც მოხმარდეს სულ სხვა პროექტებს, რომელიც არ ხმარდება, უნდა მოხმარდეს სტიგიასთან პრევენციის ღონისძიებებს და ინფრასტრუქტურას, ხო? ისეთი რამ რო არ ხდებოდეს, რაც თბილისში ხდება ყოველ წვიმაზე და ისეთი რამ რომ არ მოხდეს, რაც კახეთში მოხდა ცოტა ხნის წინ და ისეთი რამ არ მოხდეს, რაც მოხდა გურიაში ერთი წლის წინ, შოვში და სხვაგან, ხო? ისე მდგომარეობაში რომ არ იყვნენ ადამიანები, რომ ამ ქვეყნიდან გაქცევა უწევდეთ. ეს ყველაფერი პრობლემა, რაც დაატყდა
ქართულ ხალხს, ქართულ მოქალაქეებს და რაღაცა კიდევ რომ დასწინიან ამ ფასების შემსწავლელი კომისიით და თითქოს სუსმა უნდა დაარეგულიროს და რაღაც შემსწავლებელმა კომისიამ ეს საკითხები აი ეს პრობლემები რომ არ ჰქონდეთ, ამიტომ უნდა არსებობდეს სწორი საჯარო მენეჯმენტი. და არა ის მენეჯმენტი აი დიდი გამოცდილების რო არის თურმე მდინარაძე. და ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს პრობლემები არ იქნებოდა და ქართული ოცნება არის უბრალოდ ის ზალა რომელიც არის გადასული კორუფციაზე. ის საჯარო მენეჯმენტი რაც გვაქვს, რომელიც არ ვიცი თანამდებობაზე მოსვლაც და თანამდებობიდან წასვლაც მხოლოდ ბევრ კითხვის ნიშანს გვიტოვებს და სხვა ფაქტობრივად არაფერს, ხო, რიგით მოქალაქეებს. თქვენ რომ მკითხოთ კაცმა, ფიქრობთ რომ თინათინ რუხაძე, კულტურის ყოფილი მინისტრიც შესაძლოა იმ ბედის გამზიარებელი გახდეს, როდესაც ძალიან ბევრი ყოფილი მაღალჩინოსნის, ასე ვთქვათ, საქმეს სამართალდამცავები სწავლობენ და განიხილავენ. დღეს გააკეთეთ კიდეც განცხადება, რომ აი გუშინ პროკურატურისკენ მიმავალ გზაზე მან დაასწრო კობახიძეს და საკუთარი გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა. ანუ რის საფუძველზე აკეთებთ ასეთ ამბობთ ამას უბრალოდ? ქალბატონებო, მე არ გახლავართ არც პროკურატურის წარმომადგენელი, არც იმ რომელიმე ოფიციალური უწყების, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ვალდებულება, რომ რაღაცა გაამჟღავნოს ან გამჟღავნებისგან თავი შეიკავოს. ახლა თქვენ ამდენწლიანი გამოცდილების მქონე ჟურნალისტი ბრძანდებით, ამდენი ხანია აშუქებთ მოვლენებს ამ ქვეყანაში და რამდენი ექსკლუზივი გქონიათ, ვინ მოთვლის. დიახ, მე არ გახლავართ შეიძლება ჟურნალისტი, მაგრამ ახლა თქვენ იცით რომ ახლა წყაროს დასახელება ანუ დარწმუნებული ხართ ამ ინფორმაციაში, რასაც ეს არ არის რაღაცა თქვენი, რა ვიცი, დასკვნის, მსჯელობის, ლოგიკური ფაქტების ანალიზის შედეგად გაკეთებული, გაჟღერებული პოზიცია. მე როდესაც რაღაცას ვაჟღერებ, ბუნებრივია ვაჟღერებ ხოლმე ან ინფორმაციის საფუძველზე, ან ლოგიკურად მსჯელობ ხოლმე და გამომაქვს დასკვნა. დიახ. მაშინ ისიც გეცოდინებათ კონკრეტულად რა თემის გარშემო შეიძლება გქონდეთ ინტერესი სამართალდამცავებს ყოფილი კულტურის მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებით. ანუ ეს ეხება იმ კომპანიებს, რომლებიც მას კონსულტაციისთვის საკმაოდ დიდ თანხებს უხდიდნენ, თუ რაღაც იყო ერთ-ერთი ვერსია, რომ თითქოს და ეს ფინანსური აუდიტი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მის შემცვლელად ამ თანამდებობაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა არა მისი მოადგილე, არამედ კულტურის სამინისტროში სწორედ ფინანსური აუდიტის ხელმძღვანელი პირი. აი ბოლოს რაც დაასახელეთ, ეს გახლავთ სწორედ უკვე ლოგიკური მსჯელობის საგანი და ინდიკაცია გარკვეულწილად, რაც უფრო მეტად სარწმუნოს ხდის ინფორმაციებს, რომელსაც შეიძლება ვფლობდეთ. იყო ვერსია. დანარჩენი გამოჩნდება. კი ბატონო, ვერ დავასრულე, ანუ რა შეიძლება უკავშირდებოდეს თქვა, ხომ არ გაქვთ უფრო მეტი ინფორმაცია, რა კითხვები გქონდათ მასთან, ან რის გარშემო, იმიტომ რომ მეორე ვერსიით ერთი ვთქვი უკვე, მასთან დაკავშირებული კომპანიები, საიდანაც ის იღებდა საკონსულტაციო მომსახურებაში საკმაოდ დიდ ძალ თანხას და მეორე ვერსიით თითქოს და სახელმწიფო თეატრებში არსებობდა ფინანსური გაფლანგვის არაერთი მაგალითი, ამაზეც ხომ არ ხსმენიათ მიზეზებზე. მე შეიძლება ბევრი რამ მსმენია, მაგრამ მე არ მსურს რომ ჩემი ნათქვამი დაემსგავსოს უფრო მეტად რაღაცა ისეთ საკითხს, რომელიც პოლიტიკოსისგან ჭორაობად შეიძლება აღიქმებოდეს, თუმცა სხვა ექსპერტმა, მე წყარომ ამ ჩახედულმა პირმა შეიძლება უფრო მეტი მტკიცებითობით თქვას. შესაძლებელია პასუხისმგებლობის. ბევრი რაღაც შეიძლება იყოს, მე ნამდვილად არ ვიცი კონკრეტულად რა შინაარსის საუბარი იყო, ვინ რა კითხვა დაასვა და ვინ რა პასუხი გასცა. შესაძლებელია თუ არა თინათი რუხაძის პასუხისმგებლობამდე მივიდეს საქმე? ძალიან ლოგიკური იქნება. სამართლებრივ პასუხისმგებლობას გულისხმობ ამ შემთხვევაში და არა რაღაც პოლიტიკურს ან რაღაცა მორალურს. რა თქმა უნდა, ხო, ეხლა სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე არის საუბარი. ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის კარის თამაშებს ვაკვირდებით და არანაირი შემხებლობა არ აქვს ამას არც რეალურ ბრძოლასთან, კორუფციის წინააღმდეგ, არც სამართლიანობის აღდგენასთან, არც სამართლის აღსრულებასთან. ქართული ოცნება გახლავთ ის რეჟიმი,
რომელმაც ამ ქვეყანაში რომელმაც გამოიარა სააკაშვილის პერიოდი, ქვეყანაში რომელმაც გამოიარა შევარდნაძის პერიოდი, ქვეყანაში რომელსაც აქვს ის საბჭოთა წარსული თავისი უძრაობის ხანით და ასე შემდეგ, ახალ განზომილებაში გაიყვანა სისტემური კორუფცია. ეს არის ის რეჟიმი, რომლის დროსაც კორუფცია ასეთი მასობრივი არის და მასში მონაწილეობს უმაღლესი რგოლები პრემიერ-მინისტრების დონეზე და მონაწილეობენ ძალიან ქვედა რგოლები რაღაც სახელმწიფო აპარატის გაბერილი შტატებიდან. სისტემური კორუფცია და ამას მე ხო არ ვიძახი, ამას თავად ქართული ოცნება ამბობს, ოღონდ ამ ყველაფერს ამ მედალს ის მხარე აქვს, რომელსაც ვერ მალავენ, რომ თავად ნებისმიერ მათგანს არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება როგორც გუნდის წევრს. იმ გუნდის, რომელიც 14 წელია ამ ქვეყანას მართავს და მართვასთან ერთად ყოლებს კიდეც, ხო? აი მათ თითოეულ მათგანს რომ აქვს პასუხისმგებლობა ამ სისტემურ კორუფციას. მადლობა გიორგი სიორიძე, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღეს ამით უნდა დაგემშვიდობოთ, ხვალთ შევხვდებით ერთმანეთს პალიტრა ნიუსის ეთერში 13 საათზე გადაცემაში საქმე დროებით.